წერას მე მაინც ვიწყებ ყოველი შემთხვევაში მაინც ვიწყებ. ხოლო ერთ წრით ჩაწერა დავიწყე ახლა და ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ესწრებით ამ გაკვეთილს. უმრავლესობა ნაცნობი სახეები ხართ და ძალიან მიხარია, ესე იგი სულ რომ ესწრებით ხოლმე და არც ერთ გაკვეთილს არ ტოვებთ და ვინც ახალია კიდევ გამარჯობა და მადლობა რომ ესწრებით. იმედია რომ სხვა დროსაც მე შემოგვიერთდებით. დღევანდელი გაკვეთილი გაგრძელდება დაახლოებით საათნახევარი. ამ საათნახევრის განმავლობაში ძირითადად ვისაუბრებ მე. თუმცა თუ რამე კითხვა გექნებათ ხოლმე, შეგიძლიათ რომ დამისვათ თავისთავად. უბრალოდ თხოვნა მექნება რომ თქვათ თუ კითხვას არ ავსვამთ, ხმა რომ გათიშვილი გქონდეს. კარგით, ბავშვებო, რომ ხმაურმა არ შეგვაწუხოს. ოკეი? კარგით? დრო და დრო სხვებიც გვიერთდებიან ხოლმე და პირველი 10-15 წუთი ყურადღება მაქვს ხოლმე გაფანტული, იმიტომ რომ შემოდიან იქ წკაპუნობს, არ ვიცი თქვენთან თუ ისმის. ეგრე წკაპუნობს ხოლმე და იქით ვიყურები ხოლმე და მოკლედ თან რომ ხსნი და თან რომ იქით ვიყურები, ცოტა ყურადღება მეფანტება, მაგრამ ვეცდები რომ თქვენ არ მოგაკლოთ ყურადღება. კარგი, ახლა მოდი დავიწყოთ ესე იგი. როგორც გითხარით, გაგრძელდება საათნახევარი. ამ საათნახევრის განმავლობაში აგიხსნით ყველაფერს სიტყვაზე get-ზე. და მე უკვე ამ ფაილსაც აგიტვირთავთ Facebook-ის ჯგუფში, სადაც თქვენ ხართ უკვე გაწევრიანებულები. რაც შეეხება ახლა თვითონ სიტყვას get. ნახეთ, get-ი რომ ვისწავლოთ, უნდა დავიმახსოვროთ ორი რამე. პირველი, რომ ინგლისურში და ზოგადად ნებისმიერ უცხო ენაში ესეა, არის ბევრი რამე, რაც ლოგიკას ექვემდებარება და ჩვენ ვსწავლობთ ამ ლოგიკის მიხედვით და მივყვებით წესებს და არის რაღაცეები, რაც ლოგიკას არ ექვემდებარება და უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ზეპირად. რატო არის და როგორ არის და საიდან მოვიდა, არავინ არ იცის. მაგალითად, ყველას გვაქვს გაგონილი ფრაზულისნები, იდიომები. იდიომებს კიდე რაღაცა ახსნა აქვს, თქვათ ვუპოვით, მაგრამ აი ფრაზულისნების უმრავლესობას მაგალითად არანაირი ლოგიკა და არანაირი ახსნა არ აქვს, უბრალოდ ესე არის და ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა და ვისწავლოთ ზეპირად. ზუსტად ასე ხდება get-ის შემთხვევაშიც. თვითონ სიტყვა get-ს ძალიან ბევრი, ანუ get-თან დაკავშირებით ბევრი რამე არის ახსნადი, ხო და შესაბამისად იმ წესებს, რომელიც შეგვიძლია დავიმახსოვროთ და შემდეგ გამოვიყენოთ ჩვენ თვითონ, აი ასეთ წესებს მე აგიხსნით, ხოლო ისეთ ფრაზულისნებს და იდიომებს, რომლებსაც უბრალოდ ახსნა არ აქვს, თქვენ უბრალოდ ზეპირად უნდა ისწავლოთ, გაკვეთილის ბოლოს რამოდენიმეს გაჩვენებთ, შემდეგ აქ მთლიანი ჩამონათვალი მაქვს ქვემოთ, აი აქ Word-ის ფაილის ქვემოთ, ასე რომ ამას რომ ავტვირთავ დახურულ ჯგუფში, აგერ უამრავი იდიომა და ფრაზულისნაა და შეგიძლიათ რომ ესენი უკვე თქვენით დაიზეპიროთ. ეხლა, პირველი სიტყვა get, რომ ნიშნავს მიღებას, ეს აბსოლუტურად ყველა ვიცის. მაგრამ მე მინდა დავიწყო სხვა რამეთი და არა მიღებითი. თქვენ ხო ვიცით, ესეთი სიტყვა have, to have, ხო? ყველა ვიცით, რომ ნიშნავს ქონა ყოლას. ხო, აი ამით მინდა ახლა დავიწყო და რატო. მაგალითად, მე მაქვს ინგლისურში არის ორნაირად. პირველი არის I have და მეორე არის I have got. ეხლა ნახეთ, ეხლა თანამედროვე ინგლისურში, მით უმეტეს ამერიკულ ინგლისურში, ამათ შორის თითქმის არანაირი განსხვავება არ არის. უბრალოდ, როგორც ვთქვით, ამერიკელები ყველაფერს ამოკლებენ და ძალიან ხშირად got-ს აკლებენ ხოლმე და ამბობენ ხოლმე I have, ან სხვათა შორის შეიძლება რომ got-ის ნაცვლად მოაკლონ have და თქვან I got. ორივე ვარიანტი სწორია. ანუ ინგლისურად მე მაქვს არის ან I have, ან I have got. Okay? ეხლა აქ got-ი რო დავწერე, ამაზე არ დაიბნეთ. ნახეთ ბავშვებო, მე თქვენ გიხსნით დღეს სიტყვას get. ხო ესეა? get-ი არის არაწესიერი ზნა და მისი წარსული ფორმები არის got. მოდი ბარემ ამასაც დაგიწერთ. წამი ხალხი შემოვიყონა. got. აი ეს, არაწესიერი ზნა რას ნიშნავს? მე მგონი ეს ყველამ ვიცით, ამიტომ დროს არ დავკარგავ. ნახეთ, get არის არაწესიერი ზნა, მისი მეორე ფორმა არის got, ხოლო მისი მესამე ფორმაც არის got. აქვე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ მესამე ფორმა ძველად იყო აი ეს, gotten, რომელიც ასევე დღეს გამოიყენება ბრიტანულ ინგლისურში. ამერიკულში ნაკლებად, თუმცა აი perfect დროებში, მაგალითად ახლანდელ სრულ დროში, წარსულ სრულ დროში და ასე შემდეგ, მესამე ფორმები სადაც გვჭირდება, იქ ძალიან ხშირად ბრიტანულ ინგლისურში გაიგებთ თქვენ სიტყვას gotten და არ გაგიკვირდეთ, ეს არის ჩვეულებრივი get-ის მესამე ფორმა. ამერიკულ ინგლისურში got-ს ნაკლებად გაიგებთ და გაიგებთ ყველაზე ხშირად სიტყვას got, რომელიც შეგიძლიათ გამოთქვათ როგორც ან got,
ან როგორც got. ორივე ვარიანტი სწორია. არც ერთი ვარიანტი არ არის შეცდომა. გაჩნია ამერიკაში რომელ ქალაქში ცხოვრობთ, გაჩნია ასევე რომელი ეროვნება საუბრობს და ასე შემდეგ. ორივე სწორია. got და got ორივე მისაღებია. ეხლა მე თქვენ გითხარით რომ I have არის მე მაქვს. ასევე ისიც გითხარით რომ I have got არის ასევე მე მაქვს. ოღონდ აქ რა უნდა დაიმახსოვროთ, იცით რომ I have got. ამ შემთხვევაში არ არის ეს მესამე ფორმა. ანუ კი უბრალოდ მესამე ფორმასავით ჟღერს, მესამე ფორმასავით იწერება, იდეაში იგივე სიტყვა აბსოლუტურად. მაგრამ ეხლა მე როდესაც ვამბობ მაგალითად რომ I have got არ ბავშვებო, ეს არ არის present perfect. ეს არის ჩვეულებრივი მე მაქვს მანქანა. ანუ მიხვდით, იმის მიუხედავად რომ მე აქ got გითხარით რომ ეს არის მესამე ფორმა, I have got არის ჩვეულებრივი მე მაქვს მანქანა, ანუ have-ის ჩვეულებრივი ახლანდელი ფორმა. მე რომ აქ got მოვაშორო და ვთქვა I have a car, ესეც იგივე იქნება, აბსოლუტურად იგივეა. არანაირი განსხვავება დღეს თანამედროვე ინგლისურში არ არის. ძველად იყო, მაგრამ ის განსხვავება რადგანაც ძველად იყო, დღეს აღარ ახსნით. კარგით? მაგრამ ეხლა რატო გიხსნით ამას? იგითხარით რომ ამერიკაში არ უყვართ თქო და got-ს ნაკლებად იყენებენ თქო. და ეხლა შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ რომ თუ ამერიკაში არ უყვართ და got-ს ნაკლებად იყენებენ, აბა საერთოდ რაღაცა სწავლობთო. ეხლა გეტყვით რატო. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებადი შეცდომა, როდესაც ინგლისურ ენაზე საუბრობენ, არის რა? როდესაც ამბობენ მე არ მაქვს, აი ასე. I have not. და ეხლავე მიხვდებით ეს რატო დავწერე. აი ეს ფრაზა ბავშვებო, I have not არის ძალიან დიდი უხეში შეცდომა. ეს არ ითარგმნება მე არ მაქვს, არავითარ შემთხვევაში. Have არის ჩვეულებრივი ზნა, როდესაც სიტყვას have ვსვამთ ახლანდელ მარტივ დროში და ვამბობთ მე არ მაქვს, ჩვენ ყველამ ვიცით რომ ახლანდელ მარტივ დროში ჭირდება სიტყვები do and does. ხო ესეა? დამხმარე სიტყვები. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობ რომ მე არ მაქვს, მე თუ ვამბობ მაგალითად მე არ ვსვამ და ვამბობ I don't drink, ხო? მე არ მაქვსიც ესე უნდა ვთქვა, მე უნდა ვთქვა I don't have. ანუ don't-ი უნდა ვთქვა. მე არ მაქვს არის I don't have და არავითარ შემთხვევაში I have not. უბრალოდ თქვენ სიტყვა I have not ძალიან ხშირად გესმით, მით უმეტეს ვინც ამერიკაში ცხოვრობთ, იმიტომ რომ I have not არის ახლანდელი სრული დროის ფორმა. და იქ სიტყვა have არის დამხმარე ზნა. აი ეხლავე მიხვდებით, რასაც გეუბნებით. ახლანდელი სრული დრო, ხო გახსოვთ რომელი დროა? ახლახანს რომ მოხდა და შედეგი რო გვაქვს სახეზე. მაგალითად, აი მე რომ გითხრათ, რომ ჩვენ ეხლახანს დავიწყეთ გაკვეთილი, აი მაგალითია, ეხლახანს დავიწყეთ გაკვეთილი. ეს არის ახლანდელი სრული დრო, იმიტომ რომ მე თქვენ გეუბნებით, რომ ეხლახანს დავიწყეთ გაკვეთილი. ნახეთ, გეუბნებით ესე. I have begun our class. ხო, აქ just-ი გამომჩავაღოთ. I have just begun our class. ეს არის ახლანდელი სრული დრო. აი აქ ბავშვებო სიტყვა have არის დამხმარე ზნა. ხო ესეა? და შემდეგ უკვე ვთქვი ზმნის მესამე ფორმა. ეს არის დადებითი ფორმა. მაგრამ ეხლა მე როდესაც ვამბობ რომ მე ჯერ არ დამიწყია გაკვეთილი. ამას როგორ ვამბობ უყურეთ? I have not begun our class yet. აი ამ შემთხვევაში უკვე აი აქ რომ დავწერე I have not ეს I have not არის ახლანდელი სრული დროის დამხმარე სიტყვა და ეს არ ნიშნავს მე არა მაქვს. ეს ნიშნავს რომ მე ჯერ არ დამიწყია გაკვეთილი. ხო და როდესაც ჩვენ უმრავლესობას გესმით I have not ყურში თქვენ გგონიათ რომ ის ადამიანი ამბობს ფრაზას მე არ მაქვს, სიტყვაში ის ადამიანი ამბობს რომ მას რაღაცა არ გაუკეთებია, უბრალოდ მე ალბათ ვეღარ მიუყვებით და ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ მესამე ფორმა რომ გავიგოთ ზმნის. ანუ მომყვებით ბავშვებო რას გეუბნებით, რომ რატომ არ არსებობს I have not.
I have not იმიტომ არ არსებობს რომ I have not არის ახლანდელი სრული დროის დამხმარე სიტყვები რომელსაც აუცილებლად მოყვება მესამე ფორმა შესაბამისად I have not მე მაქვს არ არსებობს როგორც ეგეთი მე რო თქვა I have not a car აი ესე რო თქვა გოგოებო ეს არის შეცდომა ეგეთ რაღაცას არასოდეს არ ეთქვის არც ამერიკელი და არც ბრიტანელი ოკეი სამაგიეროდ იცით როგორ შეგიძლიათ რო თქვათ ნახეთ I have no car აი ესე უკვე შეგიძლიათ რო თქვათ აქვე ოღონდ ერთ რამეზე გამახვილეთ ყურადღება I have no-ს როდესაც ვამბობ იქ არტიკლი e აღარ მჭირდება ნახეთ უნდა წავშალო ანუ ნახეთ not-ს არ ვამბობ მაგრამ შემიძლია ვთქვა no I have no car სწორია მე როდესაც ვამბობ რომ დრო არ მაქვს მე არ უნდა ვთქვა I have not time ესე რო დაგიწეროთ რომ I have not time ძალიან უხეში შეცდომა სამაგიეროდ შემიძლია ვთქვა I have no time okay ეს ხო გავიგეთ ეხლა შეიძლება კითხვა გისურვებათ რომ რა შუაში არის have და რა შუაშია got იმიტომ რომ ლექცია დღეს გვაქვს getზე ეხლავე აგიხსნით ამდენი რატო ვილაპარაკე ნახეთ ბავშვებო მე თქვენ გითხარით რომ I have not არ არსებობს როგორც მე არ მაქვს მაგრამ I have not თქვენ თუ გვერდით მიუმატებთ სიტყვას got ეს უკვე ითარგმნება როგორც მე არ მაქვს ანუ ნახეთ რაშია საქმე მე არ მაქვს ინგლისურად არის ან I don't have და ხშირად ამ თვალსას ყლაპავენ და ეს არის I don't have ან I have not got ანუ მიხვდით ან უნდა თქვათ don't მოდი აი ამას ცირას ვიზამ აი ეგ მაღლა ავიდან რომ უფრო ადვილად ერთად დაინახოთ ბავშვებო ნახეთ ან უნდა თქვათ don't ან უნდა თქვათ got რომელიღაც აუცილებლად უნდა თქვათ თქვენ რო თქვათ მხოლოდ I have not ეს არის შეცდომა ან უნდა თქვათ I have no და აქ მე რაღაცა უნდა მიაყოლოთ ხო რაც არა გაქვთ ანუ მიხვდით მე არ მაქვს არის I have not got got-ი რომ გამოვტოვო არის დიდი შეცდომა okay guys პირველი გამოყენება აი ამ სიტყვის get-ის სადაც გვხვდება ყველაზე ხშირად არის სწორედ ეს რომ I have not got ნიშნავს მე არ მაქვს შესაბამისად მესამე პირში თუ ვამბობ რომ მაგალითად ნათიას არ ყავს მანქანა ნახეთ ბავშვებო ნათია has რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ხო მესამე პირია ნათია has not got a car ჩვეულებრივ ანუ ნახეთ მესამე პირი რატო დავწერე სიტყვა got არსად არ იცვლება პირისა და რიცხვის მიხედვით იცვლება მხოლოდ სიტყვა have ჩვენ არ გვაქვს ისევ ესე იქნება we have not got ჩვეულებრივ ან got a car ანუ მიხვდით მაგრამ თუ got-ის თქმა არ მინდა ვიტყვი როგორ აბა პირველი ვარიანტია we have no car და მეორე ვარიანტია we don't have a car ხო მაგრამ არავითარ შემთხვევაში we have not a car ეს არის ძალიან დიდი უხეში შეცდომა მივხვდით მომყევით ძალიან სწრაფად ხო არ ახსენე მივხვდით ხო აკეთ ხო ბოდიში ეს ადამიანთაურებია რაღაც გამოჩა კითხვით ფორმაშიც ეგრეა ბავშვებო და უარყოფით ფორმაშიც ეგრეა მაგალითად თუ გეკითხები რომ ყავს მანქანა ნახეთ წესით გრამატიკულად რა თქმა უნდა ეს უნდა თქვა ესე you have a car ერთი წამი ხალხი შემოვიყვანო okay უიაკ ხაზი გადაისვა რა თქმა უნდა კითხვითი ფორმა do you have a car ეს არის ჩვეულებრივი სწორი ფორმა ხო აი აქ რო არაიბნეთ do you have a car ყავს მანქანა ამისი მეორე ვარიანტი როგორ იქნება got-ი რო გამოვიყენო have you got a car აი ეს იქნება ამისი მეორე ვარიანტი ანუ ან უნდა გამოვიყენო do ან უნდა გამოვიყენო got კითხვით ფორმას რაც შეეხება თანამედროვე ამერიკულ მათ შორის ბრიტანულ ინგლისურში სხვათა შორის მე მაქვს უფლება რომ do აქ გამოვტოვო მithქვამს თქვენთვის ვინც ბევრჯერ დასწრები ხართ ჩემს კაბინეტს რომ კითხვის და do შეგიძლიათ რომ გამოტოვოთ
უბრალოდ do არ უნდა გამოტოვოთ, როდესაც მაგალითად წერთ გამოცდას. როდესაც ემზადებით რაიმე საუნივერსიტეტო გამოცდისთვის, ხო, როდესაც TOEFL-ს აბარებთ და ასე შემდეგ, იქ რა თქმა უნდა ასე უნდა თქვათ, do you have a car? მაგრამ სასაუბროდ ხშირად შეგიძლიათ უბრალოდ რომ ინტონაციით თქვათ სიტყვაზე you have a car სწორია თანამედროვე ინგლისურში ეს სწორია ნახეთ არც გოთი არის აქა არც do არის მაგრამ ძალიან თანამედროვე ინგლისურში როდესაც საუბრობთ სწორია it's okay ერთადერთი დაიმახსოვრეთ რომ არ არის ვითარ შემთხვევაში არ ვარ I have not რომელიც მე მგონი უკვე გავიგეთ ხო ესეა ხო კარგი ეხლა უკვე გადავიდეთ სხვა თემებზე და მგონი ნინოს კითხვა აქვს, ან ნინო კითხვა დასვი თუ მინდა თამასობაში მე წასწავლე. მე მგონი ხელი დაიჭირა უბრალოდ. არა უშავს, გადავედით ეხლა შემდეგზე. მოკლედ, ქონა ყველასთან როგორ გამოიყენება გავიგეთ. ეხლა შემდეგი. პირველი მნიშვნელობა სულ გაკვეთილის დასაწყისში გითხარით, რომ არის მიღება თქო. მაგალითად მე როდესაც ვიღებ მესიჯს, დაბადების დღეზე რომ ვიღებ საჩუქარს, ნებისმიერი სახის მიღება, მაგალითად რომ მივიღე კარგი ნიშანი, რომ მივიღე ბევრი კომპლიმენტები, ყველანაირი მიღება არის get, თითქმის ყველანაირი. მაგალითად, I got a message. მე მივიღე მესიჯი. უბრალოდ ახლა ეს არის წარსულ ფორმაში მიხვდებოდით ხო უკვე? მე მივიღე მესიჯი. ან მაგალითად, did you get my email? მიიღე ჩემი იმეილი? რა თქმა უნდა, აქაც get ითარგმნება როგორც მიღება. ან მაგალითად, he got a gift. მან მიიღო საჩუქარი. ჩვენ ვიცით, რომ მიღება ინგლისურად არის კიდევ ესე, ნახეთ, receive, ვინც არიცით, ეხლა ვისწავლოთ, receive არის მიღება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში receive და get არის ერთმანეთის სინონიმები. ანუ შეცდომა კი არ იქნება, რო თქვათ, რომ მაგალითად I received a message. შეცდომა არ არის, ან რო თქვათ, რომ did you receive my email? არც ეს არის შეცდომა. უბრალოდ თანამედროვე ინგლისურში და ამერიკულში მით უმეტეს, ხო ვიცით, ყველგან და ყველაფერში იყენებენ gets. თუმცა, თქვენ რომ თქვათ receive, რა თქმა უნდა, აქ არანაირი შეცდომა არ არის. ეს არის ყველაზე მარტივი გამოყენება. ეხლა შემდეგი ძალიან საინტერესო. Get ბავშვებო, ასევე ნიშნავს ყიდვას, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს. მაგალითად, თუ კი ვამბობ I need to get bread. ეს ნიშნავს, რომ მე უნდა ვიყიდო პური. წარმოიდგინეთ ახლა ეგეთ სიტუაცია. სიტყვაზე სახში პური აღარა გვაქვს და მე ვამბობ ქართულად ხო ესე ვიტყვი. ავედი მაღაზიაში, მივდივარ პურის საყიდლად, ან მაღაზიაში მივდივარ, პური უნდა ამოვიტანო. ხო ეგრე ვამბობ, ეგრეც ვამბობ, პური უნდა ამოვიტანო. ან მაღაზიაში პურის მოსატანად მივდივარ. სიტყვაზე ნახეთ, რამდენაირად შემიძლია ვთქვა ქართულად. აი ეს, ბავშვებო, მოტანა, ყიდვა, ამოტანა, ყველაფერი შეიძლება იყოს get. ნახეთ, მაგალითად სიტყვაზე I'm gonna go get some bread. ანუ, როდესაც ახლა სახში პური არ აგვაქვს და მე გეუბნებით, რომ okay guys, I'm gonna go get some bread, თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ეხლა აქ get ნიშნავს ყიდვას, ამოტანას, მოტანას და არა მიღებას, როგორც ზემოთ იყო, აი აქ message-ში რო იყო. მე რო გეტყვით, რომ I got a message, აქ უნდა მიხვდეთ, რომ get ნიშნავს მიღებას, თავისთავად. მაგრამ თუ სიტუაციურად აგერ დავინახე, რომ პური არ არის და გეუბნები, რომ I'm gonna go get some bread, უნდა მიხვდეთ, რომ ამ შემთხვევაში get უკვე ნიშნავს ყიდვას. ყიდვასაც ნიშნავს, ამოტანასაც ნიშნავს და ყველაფერს. ან მაგალითად მივდივართ სიტყვაზე სადღაც მანქანით და გზაში გეუბნებით, რომ გააჩერე რა მანქანა, ან მეგონებ, რომ მანქანას გავაჩერებ სიტყვაზე, ქართულად როგორ ვიტყვი, მანქანას გავაჩერებ, ყავას ვიყიდი. ხო, ან მანქანა გავაჩეროთ, ყავა ვიყიდოთ. ქართულად შეგვიძლია დავლიოთ, რო ვთქვათ, ხო, სიტყვაზე მანქანა გავაჩეროთ, მოდი უცებ, ყავა დავლიოთ. აი ეს, ყავა ვიყიდოთ, ყავა უცებ დავლიოთ, ყავა, რა ვიცი, გამოვიტანოთ მაღაზიიდან და მანქანაში დავლიოთ. ყველაფერი შეიძლება რომ იყოს get, რაც კი უკავშირდება ყიდვას. მაგალითად, სიტყვაზე pull over არის მანქანის გვერდზე გადაყენება, თუ ვიცით, pull over the car, სიტყვაზე მაგალითად I'm gonna get some coffee for us. ძალიან ელემენტარული. ანუ ნახეთ, შინაარსის მიხედვით თქვენ უნდა მიხვდეთ ეს get რას ნიშნავს, თუ კი ვიღაცამ გითხრათ.
შინაარსის კი არა, კონტექსტის მიხედვით, ანუ სიტუაციის მიხედვით. და თქვენ როდესაც იყენებთ შესაბამისად, თქვენ უკვე შინაარსის მიხედვით უნდა გამოიყენოთ, ხო? რაღაცა უნდა მეთქვა კიდე და დამოვიწყდა, უწეღან ამას რო ვამბობდი. დამოვიწყდა. ოკეი, კარგით. ხო, აი მაგალითად, ეგეთ სიტუაცია რო წარმოვიდგინოთ ახლა, იგივე წეღან რო გითხარით, რომ თქვათ, გამოვაღე მაცივარი კი არა და კარადა და დავინახე რომ პური არ არის, გეუბნებით, I'm gonna get some bread, ნიშნავს რომ პურს ვიყიდი, მაგრამ ეხლა უყურეთ რა საინტერესოა, იგივე სიტუაცია თუ არის, ოღონდ მაგიდასთან ვხედავთ და გეუბნები პური გვაქვს და ქართულად გეუბნები რომ პურს მოვიტან, ანუ უყურეთ, ვიცით რომ პური გვაქვს კარადაში დგები და გეუბნები რომ პურს მოვიტან. აი ნახეთ, აქაც ეგრე ვიტყვი. I'm gonna get some bread. ოღონდ ბავშვები, აქ რა საინტერესოა, აქ უკვე ეს get ყიდვას აღარ ნიშნავს. აქ უკვე ეს get ნიშნავს მოტანას. ნახეთ, აი ორივე წინადადებაში ზუსტად ერთნაირად არის დალაგებული სიტყვები, ხო? და ზუსტად ერთნაირად არის აწყობილი წინადადება. მაგრამ აი იმ მომენტში, როდესაც მაგიდასთან ვხედავთ და ვხედავ რომ პური არ არის და ვიცით ორივე მაგერ მე და ჩემ მამა რომ პური არ არის და ვამბობ რომ დგები და ვამბობ რომ პურს მოვიტან და დავდებ მაგიდაზე, აქაც რომ ვიტყვი I'm gonna get some bread, აქ უკვე ნიშნავს რომ ავდგები, პურს გამოვიღებ, მოვიტან და დავდებ. ანუ მოვიტანს ნიშნავს. ხვდებით რა საინტერესოა? თქვენ უნდა მიხვდეთ სად ნიშნავს ყიდვას, სად ნიშნავს მოვიტანს. მაგალითად მოხვედი აგერ ნათია, შენ ხედავ მარტო და შენ გიყურე. მაგალითად აგერ ნათია მოვიდა ჩემთან ყავაზე და შედია მართლა მოვაიბდა რომ ჩემს მეზობლად ცხოვრობს. და სიტყვილია რომ მარტო გაკვეთილებს ხვდებით ერთმანეთს. ნათია მოვიდა ჩემთან ყავაზე და ვეუბნები რომ ან ამოვიდა დაბლა ცხოვრობს მართლა ამოვიდა დაღლილი მოკლედ აგერ ჩვენთან მე-15 სართულზე და ვეუბნები დაჯექი წყალს მოგიტან ესეც არის ბავშვებო get თქვენ ახლა უნდა მიხვდეთ რომ ამ სიტუაციაში get ყიდვას არ ნიშნავს ნათიას ვეუბნები sit down I'll get some water ნახეთ ბავშვებო თუ კი ახლა მოხვედი დაღლილი ხარ ქოშინებ და დაჯექი და მეგეუბნები რომ sit down I'll get some water თქვენ აქ უნდა მიხვდეთ რომ ეს get ნიშნავს მოტანას და არა ყიდვას. მიხვდით როგორ საინტერესოა, ხო? ისა სხვათა შორის აი ძალიან ბევრს ვთქვამს რომ ეგეთი რამდენ რამეს ნიშნავს როგორ უნდა ვისწავლოთ და დავიმახსოვროთო და ჩემი აზრით კიდე პირიქით გეთი რომ რამდენ რამეს ნიშნავს პირიქით ეგ მარტივია ამარტივებს რაღაცნაირად ვითარებას იმიტომ რომ სიტყვა რო დაგავიწყდება შეგიძლია გეთი თქვა და დიდი შანსია რომ სწორი იყო და გაარტყა და ანუ ის სიტყვა საერთოდაც არ გამოიყენო. ასე რომ პირიქით, კაია. ესეთი მიწერია კიდე მაგალითად მოდი ესეც წავიკითხოთ. She got a new phone. რას ნიშნავს? მან იყიდა ახალი ტელეფონი. ამას სხვათა შორის სიტუაციის მიხედვით ეს შეგიძლია ესეც გადათარგმნოთ, რომ მას აქვს ახალი ტელეფონი. მაგალითად, მოვედი აგერ და ნათიას ვეუბნები, ნათი შეხედე ახალი ტელეფონი მაქვს. მე შემიძლია ეს პირდაპირ ესე გითხრა. Look, რაღაცა I'm so happy, ისეთი ბედნიერი ვარ, I got a new phone. აი აქ იდეაში ნახეთ ქართულადაც ეგრეა შეხედე ახალი ტელეფონი მაქვს შეხედე ახალი ტელეფონი ვიყიდე ოღონდ ვარიანტი ერთი და იგივეა რა იდეაში ახალი ტელეფონი მაქვს ახალი ტელეფონი ვიყიდე აი ეს რომ მაქვს კიდეც და ვიყიდე კიდეც და აგერ ახალი ტელეფონი მაქვს აი ეს არის ინგლისურად I got a new phone ეხლა მაგალითად ნათია რომ ეკითხება სად იყიდე აქაც შეუძლია რომ გეთი მკითხოს ან მაგალითად სად იყიდე კი არა ქართულად რო სამთხოვნე, საიდან გაქვს, რა მაგარია, სადიშოვე. აი დაიადე არის ცოტა ძალიან ისეთ სიტყვა, ეხლა თანამედროვე ქართულში აღარ ვიყენებთ, უფრო ჟარგონული და სლენგია, სად დაიადე. აი ცოტა რაღაცა ძველმა ბიჭებმა რო იცოდნენ ხოლმე სხვა შორის მაგის მნიშვნელობითაც შეგიძლია რომ გამოვიყენოთ get. ოღონდ ინგლისურში get ჟარგონი და სლენგი არ არის ამ შემთხვევაში. მოკლედ აგერ მაცვია ძალიან ლამაზი ზედა და ნათია მეუბნება რომ ვაიმე რა ლამაზია, საიდან? I es საიდან ნახეთ ინგლისურად როგორ უნდა მითხრას Where did you get it? ნახეთ ბავშვებო. აი ახლა ნათიამ რო ეს გადათარგმნოს სიტყვა სიტყვით. რომ მაგალითად საიდან გაქვს ეს ზედა. ეს რო სიტყვა სიტყვით გადათარგმნოთ, იცით რა უაზრობა გამოვა. ნახეთ თარგმნოთ სიტყვა სიტყვით. ოღონდ სწორი არ არის. Where do you have this მაგალითად shirt from? აი ეს წინადადება არის ბავშვებო არასწორი. ეს წინადადება არის
ქართული ენიდან სიტყვით ნათარგმნი, რომ საიდან გაქვს ეს მაისური. ესა უკაცრავად პერანგი. ქართულად ხო ესე ვამბობთ ხოლმე. საიდან გაქვს ეს პერანგი, რა ლამაზია? აი ეს სიტყვით ნათარგმნი არის ძალიან არასწორი. ულამაზოა ერთი სიტყვით რა. ესე არ უნდა ვთქვათ ამერიკულად, ინგლისურად ან ბრიტანულად. უნდა ვთქვათ where did you get it? ხო? Okay guys. მოკლედ, ეს get-ი თავში ვთქვით რომ იყო მიღება, მერე ვთქვით რომ იყო ყიდვა, მერე ვთქვით რომ იყო მოტანა, ამოტანა, ჩამოტანა და შოვნაც კი. სად იშოვე ეს ტელეფონი? თუნდაც ვეძებაგერა მაისურს ძალიან დიდი ხანია და როგორც იქნა მივაგენი და მერე მეკითხებით რომ სად იშოვე ეს მაისური, აი ეგ შოვნაც კი არის get. Where did you get it? რა თქმა უნდა, სწორე იქნება, განაშეცდომა არა, get-ის ნაცვლად სხვა რაღაცები რომ ითხრათ, იგივე სად იშოვე, მაგალითად, ინგლისურად არის find. Find კი არის პოვნა, მაგრამ შოვნასაც ნიშნავს. შეცდომა კი არ არის რომ ითხრათ where did you find it? რა თქმა უნდა, ესეც სწორია. Where did you buy it? რა თქმა უნდა, ესეც სწორია. უბრალოდ get-ი არის მისი თანამედროვე, ასე ვთქვათ, თარგმანი და სასაუბრო ენა. Okay guys. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. სადაც get ნიშნავს გახდომას. ეხლა ეს რა გიხსნათ პირველ რიგში მინდა გავიაზროთ რა არის ზეცართავის სახელი. მაინც ვიტყვი, შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ზეცართავის სახელი არის ყველა სიტყვა ქართულშიც, ინგლისურშიც და ნებისმიერ ენაში, რომელსაც დაესმის კითხვა როგორი. მაგალითად, მაღალი, დაბალი, გამხდარი, დაღლილი, როგორი ვარ, დაღლილი ვარ, ფხიზელი, მთვრალი. ეს ყველა არის ზეცართავის სახელი, იმიტომ რომ დაესმის კითხვა როგორი. აი მაგალითად, tired ყველამ ვიცით რომ ნიშნავს დაღლილს. ასევე ყველამ ვიცით რომ I am tired ნიშნავს მე ვარ დაღლილი. აი ეს აბსოლუტურად ყველამ ვიცის, მაგრამ როგორ უნდა ვთქვათ მე ვიღლები? ან როგორ უნდა ვთქვათ მე დავიღალე? ან დაჯექი თორემ დაიღლები? ანუ დაღლა როგორც ზმნა უყურეთ, tired არის დაღლილი, მაგრამ დაღლა არის get tired. ანუ ამ გაკვეთილის მერე მე რო ვიტყვი რომ დავიღალე, ვიტყვი ესე I got tired. ნახეთ ბავშვებო. ანუ get ხდება, ფაქტიურად ნახეთ რა გამოდის, მე გავხდი დაღლილი. სიტყვით რო გადავთარგმნოთ, ხო? იმიტომ რომ აი აქ მიწერია რომ get თითქმის იგივე არის, რაც become და become კიდე არის გაქცევა. გადაქცევა, გახდომა. ანუ ნახეთ თქვენ რომ უნდა დაიმახსოვროთ თითქმის ყველა ზეცართავ სახელს შეგვიძლია წინ დავუმატოთ get და ეს ნიშნავს იმად გახდომა. მაგალითად, wet არის სველი. დასველება იქნება get wet. მაგალითად, წვიმაში მოვყევი და გეუბნები რომ ვაიმე ძალიან ცივა დავსველდი. გეტყვი ესე I got wet. ნახეთ ბავშვებო. მაგალითად, dry არის მშრალი. ხო ესეა? სარეცხი გავფინე და გაშრა. მშრალი თუ არის dry, გაშრობა იქნება get dry. სარეცხი გაშრა როგორ იქნება? It got dry. ყველამ რო ვიცით, სიტყვა hungry, მშიერი. მე ვარ მშიერი, ხო არის I am hungry. სიტყვაზე მე ვიყავი გუშინ მშიერი, არის I was, აი არ დამეწერია, ხო? I was hungry. და აბა ეხლა როგორ უნდა ვთქვა? მაგალითად, სიტყვაზე გაკვეთილის მერე მშივდება. პირობითად, აი მართლა ეგრეა. გაკვეთილს რო ვატარებ, ბევრს რო ვლაპარაკობ, გაკვეთილის მერე სულ მშივდება. ნახეთ ეს როგორ უნდა ვთქვა? თუ კი hungry არის მშიერი, მოშიება როგორ იქნება? Get hungry. ანუ მე ესე ვიტყვი რომ I always, სად არის? Get hungry after classes. ნახეთ ბავშვებო, ანუ მივხვდით. ფერებზეც კი მოქმედებს, უყურეთ. Yellow, თუ არის სიტყვაზე ყვითელი, გაყვითლება, როგორ იქნება? Get yellow. აიმე, სად არის? თვალები ამიჭროდა. Get yellow. გაწითლება, თუ არის ბოდიშით წითელი, თუ არის red, გაწითლება. Get red. მაგალითად, სარეცხი დაურეცხე და სიტყვაზე თეთრი რაღაცა შევაგდე წითელთან და ვამბობ, რომ ვაიმე, ჩემი მაისური გაწითლდა. როგორ უნდა ვთქვა? My T-shirt
got red. ეხლა რატომღაც მე ყველა მაგალითი თქვი წარსულ დროში. ოღონდ არ გეგონოთ, რომ მარტო წარსულ დროში გამოიყენება ესენი. არა, ნებისმიერ დროში გამოიყენება. მაგალითად მე რო ვთქვა, რომ აი რაღაცა ადვილად ვიღლები, ამ ბოლო დროს ადვილად ვიღლები. ადვილად ვიღლები ხო ახლანდელი დროა. ჩვეულებრივი ახლანდელი განგრძობითი დროა. ნახეთ, იმიტომ რომ აი რაღაცა ეს დღეებია გუშინ დღეს, რაღაცა ეს დღეებია ადვილად ვიღლები. განგრძობითი დრო, იმიტომ რომ ეხლაც ხდება. ნახეთ? I am getting tired easily. ნახეთ ბავშვებო? აი ესე იქნება. წაკითხვას რაც შეეხება, აი ამ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს აი ეს getting. ეს ამერიკულ ინგლისურში შეგიძლიათ წაიკითხოთ როგორც getting, okay? ხო? getting, ანუ ორი ეს ასობგერა t, შეგვიძლია წავიკითხოთ როგორც r. კარგით ბავშვებო? Okay guys. ანუ მივხვდით რომ get ნიშნავს გახდომას. რაღაცა რომ სხვანაირი გახდება. აი თუნდაც უყურეთ ბავშვებო, ავად ხო არის sick, ხო ვიცით? სიტყვაზე მე ვარ ავად, არის I am sick. მაგრამ მე გავხდი ავად, ან თუნდაც მე ვხდები ავად. აი ქართულად რომ ამბობთ ხოლმე, რომ რაღაცა მეც როგორ ამბობთ ხოლმე მე მგონი ვცივდები, მე მგონი ავად ვხდები, რომ ცივა და რომ ვამბობ ქართულად, რომ რაღაცა ვცივდები, მგონი ავად ვხდები. ახლანდელი განგრძობითი დროა. ჩვეულებრივ ვიტყვი I am getting sick. მომავალი დროც აქვს ძალიან ჩვეულებრივი. მაგალითად, ჩაიცვი ჟაკეტი, თორემ გაცივდები, or you'll მომავალ დროში დავწეროთ get sick. ჩვეულებრივ. You აქ წინ რაღაცა წინაპირობა უნდა გქონდეს, მაგალითად, ჩაიცვი, თორემ you'll get sick. გაცივდები. ანუ მივხვდით, აი აქ მიწერია კიდე ნახეთ ეს მაგალითები. It's getting dark. ნახეთ, dark არის მუქი, dark არის ბნელი და სხვათა შორის it's getting dark ნიშნავს რომ გარეთ ბნელდება. უბრალოდ სიტუაციურად თუ ეხლა გავიხედე და ვამბობ რომ it's getting dark ნიშნავს რომ ღამდება. ანუ ბნელდება. Okay? თუ ეხლა სიტყვაზე მას ვიღებავ და თმაზე გეუბნები რომ რაღაცა ყოველი შეხების მერე ჩემი თმა მუქი ხდება. ნახეთ? ჩემ თმაზეც ესე გეტყვით. My hair is getting dark. Okay? I got tired. რას ნიშნავდა? წეღან დავწერე დავიღალე. აი ეს არის ხო? Don't get angry. ეს არის კიდე საინტერესო. ნიშნავს არ გაბრაზდე. ნახეთ, I am angry. ხო ნიშნავს მე ვარ გაბრაზებული. Get angry უკვე ნიშნავს გაბრაზებას. და მე რო შენ გეუბნები რომ აუ რაღაცა უნდა გითხრა, მაგრამ არ გაბრაზდე. აი ეს არ გაბრაზდე იქნება don't get angry. წარსულში გავბრაზდი იქნება I got angry. მომავალში ისწავლე გაკვეთილები, თორემ გავბრაზდები, იქნება I'll get angry. ან ეხლა ვბრაზდები უკვე I am getting angry. ერთი სიტყვით ამდენი რატო დავწერე? ამ შემთხვევაში და ზოგადად ყველა შემთხვევაში gets აქვს ყველა დრო. თითქმის ყველა დრო ერთი სიტყვით, ხო? გააჩნია უბრალოდ სიტუაციას, როგორ უნდა გამოვიყენოთ. ანუ gets თუ გვერდით მივუმატებთ Z-სართავსახელს, ეს ნიშნავს, რომ იმ რაღაცად გახდა და დამოკლება, გრძელი, დაგრძელება, წითელი, გაწითლება, შავი, გაშავება და ასე შემდეგ. გავიგეთ ხო? ყოლ იყო ეს რთული. არაო, ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. Get ასევე ნიშნავს ბავშვებო მისვლას. არ აქვს მნიშვნელობა სად მივალთ, სამსახური, დაავადების დღე, სახლი. Back-ს თუ დავუმატებთ კიდე ეს მაგალითად get back, ამ შემთხვევაში უკვე იქნება დაბრუნება. მისვლა, ანუ დაბრუნება, იგივე სახლში დაბრუნება. ან სამსახურში ვარ და გავედი შესვენებაზე და დაბრუნება, ესეც უკვე იქნება get back. ან თუნდაც ეხლა გაკვეთილი ხო გვაქვს და 5 წუთით რო გავიდე და მე რომ მოგიბრუნდეთ, ესეც იქნება get back. მაგალითად, ნახეთ. What time did you get home? რას ნიშნავს? რომელ საათზე მიხვედი სახლში? ჩვეულებრივი წარსული დროა, უბრალოდ. ხედავთ აგერ წერია did, ხო? და აქედან გამომდინარე did you get home ნიშნავს რომელ საათზე მიხვედი სახლში, გუშინ, ან გუშინწი. Okay? ან მაგალითად I usually get to work at 9. მე 9-ზე მივდივარ ხოლმე სამსახურში. ანუ რას ნიშნავს? რომ 9-ზე სამსახურში ვარ ხოლმე. Okay? ანუ get
ნიშნავს სადმე მისვლას. ანა ერთი მაგალითი დავწეროთ კიდე, მაგალითად კითხვას როდესაც ვსვამთ, რომ უკაცრავად თქვათ, შეგიძლიათ მითხრათ, როგორ მივიდე აეროპორტში, ან როგორ მივიდე ამ სასტუმროში, როგორ მივიდე ამ რესტორანში, რა მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი მისვლა, ჩასვლაც სხვათა შორის არის get. აი სიტყვაზე როცა მიხვალ იმ ადგილას, ან როცა ჩახვალ, დამირეკე. სიტყვაზე call me when you get there. ნახეთ, call me when you get there. ნიშნავს, რომ დამირეკე, როცა მიხვალ, დამირეკე, როცა ჩახვალ. ან წეღან რა ვთქვი, ხო, როგორ მივიდე სიტყვაზე how to get to the airport თქვი მე მგონი, ხო, აეროპორტში. აქ ახლა უყურეთ, აქ ერთი საინტერესო რამე მოხდა. აი აქ gets მე დავუმატე, აქ წინდებული to. ეს თუ მიხვდით, რატო დავუმატე? როგორ მივიდე აეროპორტში, რომ ვთქვი, gets დავუმატე to აქ. და რატო დავუმატე თუ მიხვდით? ეგ არის ნათია. ხმაგათი შვილი აქ, მაგრამ უწუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ ეგ არის. სწორი არის. აქ ახლა ჩვენ to იმიტომ დავუმატეთ, რომ get-ი აქ ნიშნავს მიმართულებას, გადაადგილებას. და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გვაქვს მიმართულების სიტყვა, როგორიც არის მაგალითად go, run, walk, ნებისმიერი სიტყვა, რომელიც ნიშნავს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებას, ხოხვაც კი რომ იყოს, პატარა ბავშვის არ აქვს მნიშვნელობა. და ვამბობთ, სად მივდივართ, სად მივრბივართ, სად მივდივართ ფეხით, იქ თუ ვამბობთ, ოღონდ ამ შემთხვევაში, უნდა ვამბობდეთ დანიშნულების ადგილს, სად მივდივართ, მაშინ გვინდა აქ წინდებული to, რომელიც ითარგმნება როგორც she. ხო და ეხლა მე რომ ვამბობ, როგორ წავიდე აეროპორტში, აქ get იგივე არის, რაც go. ხო, ამიტომაც უნდა to. აქ get არის მიმართულების აღნიშნული სიტყვა. Okay guys. გავიგეთ. ეხლა გადავედით შემდეგს. Get-ი ეს გეცოდინებათ, ვინც ამერიკაში ხართ, ბრიტანეთშიც. Get-ი ნიშნავს გაგებას. თითქმის იგივე არის, რაც understand. უბრალოდ თანამედროვე ინგლისურში understands ნაკლებად იყენებენ. ალბათ იმიტომ რომ გრძელი სიტყვა და იდეაში იმიტომ კიდე რომ ხო რა გრძელი სიტყვა და ცოტა მოძველებული სიტყვა პრინციპში არაფერი იდეაში აღარ უნდა. აი მაგალითად მე რო თქვენ ახლა გეუბნებით ხოლმე, okay guys, ხო გაიგეთ. აი ეს ნახეთ, ხო გაიგეთ, ინგლისურად არის ასე. ეს ახლანდელ დროშია, ოღონდ do you get it and do you get it? ნიშნავს რომ ხო გესმის, ხო იგებ. ან თუ წარსულში გეუბნები, გეტყვი ასე, did you get it? გაიგე? აი ნახეთ, აი ეს არის. გაიგე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში get ნიშნავს გაგებას. ოღონდ ახლა აქ რა ხდება, ნახეთ? თანამედროვე ინგლისურში წეღანზე მოგითხარით, რომ დამხმარე სიტყვებს do's და does საუბრისას ხანდახან აკლებენ თქო. ოღონდ ხანდახან, ყოველთვის არა. და მაგ ხანდახანს ვსწავლობთ ესე კონკრეტულად ნაბიჯ-ნაბიჯ. ერთი ვარიანტი არის აი ეს. მაგალითად, აი აქ ახლა do you get it რომ გეუბნები, ან did you get it რომ გეუბნები. მაქვს უფლება მე საუბრისას აი ეს დიდები და do არ ვთქვა და პირდაპირ ვთქვა ესე გარით და დააკვირდით გამოთქმას კიდევ. ბრიტანულში კი ბატონო ეს არის got it ორივე, რა თქმა უნდა, ორივე ასობგერა იკითხება როგორც t და ითარგმნება როგორც გაიგე. მოდი ესე დავწერე. გაიგე, ასე ითარგმნება. ანუ აღარ უნდა did you get it and do you get it. ანუ პირდაპირ კითხეთ, ნახეთ, did მოვაშორე. ეხლა მე რო თქვენ გითხრათ, რომ გარით, გაიგეთ, თქვენი პასუხიც ზუსტად ესე უნდა იყოს. პირდაპირ. გარით, აი ეგრე. გარით. პირდაპირ ესე უნდა მითხრათ. ანუ მივხვდით, რა გამოდის, რომ კითხვა და პასუხი ფაქტიურად ერთი და იგივეა. გავიგეთ. ნაცია, ბოდიში. აი ესე საუბარში გამოვიყენებთ, მაგრამ წერით ხო არ დავწერთ ეს. მარტო საუბარში. კი, მარტო საუბარში. და წერით როგორ როდის იცით ქალბატონინო? წერით აი მესეჯებში თუ წერ მეგობარს თუ წერ დაქალს წერთ. ხო, არაოფიციალურად, ხო. არაოფიციალურად, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ოფიციალურად არა. აი მაგალითად იმეილს რო წერ, იმეილების
საერთოდ სხვა თემაა, ხო, საერთოდ სხვა ენა აქვს იმეილების წერას. ლექცია თუ ვატარებ და იქ რაღაცას წერან, ასე შემდეგ კონფერენციას, რაღაც მოხსენებას რო ვაკეთებ, რა თქმა უნდა, არა, ხო, იქ ესე არა. ეს არის აი ძალიან მეგობრული, ძმაკაცური დედაშვილური ისეთი სასაუბრო არის რა. გარეთ, გარეთ, მაგას ნიშნავს, გავიგე. ბოდიში, მაშინ ისიც გითხარით ოფიციალურად და ესე, აი ლექციაზე ან რაღაცა ესე როგორ ვიტყვით მაშინ. ლექციაზე შეგიძლიათ ესე დამხმარებელნითად თქვა, did you get it? შეგიძლიათ ეს დასაგები. ან do you understand? ან do you understand my point? ან იდიომა ან რაღაც ესეთი გამოიყენოთ, იმასაც გააჩნია ახლა სიტყვაზე რა. ან did you get me? ხო, სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. უბრალოდ დამხმარებელნად თქვით და უკვე სწორად იქნება. აი ეს გარით კიდე გაგების გარდა კიდე რას ნიშნავს იცით? მაგალითად ეს ამბობენ ხოლმე, აი გარით, უში ქართულად იწერება. წარმოვიდგინოთ ეგეთი სიტუაცია, რომ საერთოდ მანქანას ვრთავ და მოკლედ ვწვალობ რა, მაგრამ მაინც ვრთავ, ჩემით მინდა რომ ჩავრთო და მოვიდა ამ დროს ჩემი ქმერი და მეუბნება რომ მოდი დაგეხმარები და მე მეუბნები რომ არა, მე მივხედავ, მე ჩავრთავ, მე გავაკეთებ, ვიცი როგორც უნდა გავაკეთო. ქართულად ხო ესე ვეთყვი, მოკლედ გავუშვებ უკან რომ არ დამეხმარებო. ინგლისურად მაგ სიტუაციაში, როდესაც ვიღაცა რაღაცას მთავაზობს და მე ვეუბნები რომ არა, მე მივხედავ, მე გავაკეთებ, მე გავუმკლავდები, ეგეც არის ბავშვებო, აი აბსოლუტურად იგივე ეს არის, აი გარეთ. ოღონდ აქ ნახეთ პასუხს, როდესაც მცემდით გავიგეში, აქ სიტყვა აი აღარ დავწერე, აღარ უნდა, არც ვი აღარ უნდა. სავალდებულო არ არის. მაგრამ როდესაც მე გეუბნები რომ მე მივხედავ, ამას მე გავაკეთებ, მე მივხედავ. აი აქ უკვე აი უნდა ვთქვა. აი გარეთ მე გავაკეთებ, მე მივხედავ. ან მაგალითად სალათას ვაკეთებ სიტყვაზე და მე ვეუბნები პატას რომ შენ კიტრი დაჭერი და შენ რას გავაკეთებ ან რაღაცა დაჭრი ამ პამინდორს და კი მე მივხედავ ამას მე გავაკეთებ. ანუ აი ქართულად რო ვეუბნებით რომ მე გავაკეთებ მე მივხედავ ჩემი საქმეა გამომივა აი ეს ვარიანტი არის აი გარით. რომ მე გავაკეთებ შენი დახმარება არ მინდა. ოკეი? მოდი ამას ქართულად ესე მივაწერ. ანუ მე მივხედავის ვარიანტია. ოკეი guys, მე მივხედავ მე გავაკეთებ. კიდე, იგივე გაგების მხრივ. ამბობენ ხოლმე კიდე აი ესე, აი ამ გარეთზე, სიტყვაზე ძალიან კარგი გამოთქმაა ესეც, I got you. ესეც არის მე გავიგე შენი, ეხლა აგიხსნით განსხვავებას, ან I got you. ორივე ერთი და იგივეს ნიშნავს, უბრალოდ თანამედროვე ვარიანტი არის I got you. და დააკვირდით რომ აი აქ იკითხება როგორც ჩი, ხო, I gotcha, იმიტომ რომ თანამედროვე ინგლისურში აი ეს ya იგივე არის რაც you, ანუ შენ, უბრალოდ word-ი აქ აწითლებს, იმიტომ რომ word-ი არ აღიქვამს თანამედროვე ამერიკულ ინგლისურს და ყველაფერს რაც არის ამერიკული ძალიან ხშირად გვიწითლებს ხოლმე. და I gotcha ახლა რას ნიშნავს? ნახეთ, გარით ხო იყო რომ რაღაცას გიხსნი, სიტყვაზე თუნდაც ახლა რაღაცას გიხსნი და თქვენ მეუბნებით რომ კი ნათია გავიგე. ეგ არის გარით, მაგრამ მე თუ ახლა გიყვები რაღაცა ჩემ პირადულს, რომ აი ვაიმე რა ვიცი, იმდენი საქმე მაქვს, აღარ ვიცი რა გავაკეთო, ძალიან დავიღალე ყელს შემომივიდა, ანუ ჩემ პირადულს რო გიყვები და თქვენ რომ მეუბნებით რომ აი მესმის შენი, აი როგორ მესმის შენი. აი ამ შემთხვევაში ბავშვო უკვე შეგიძლიათ თქვათ ესე, ან I got you, ან I gotcha. ეს ნიშნავს რომ მე გავიგე შენი, ანუ მე შენ გაგიგე, ანუ შენ რასაც გრძნობ და რასაც მეუბნები, ეგ გავიგე. ანუ მიხვდით და არა ის რასაც მიხსნი. აი აქ ითში მაგალითად მე რო გეუბნები გარით, აქ ითში გულისხმობ იმას, რაც მე აგიხსენი, ის თუ გაიგე თქო. და თქვენ რომ მეუბნებით I gotcha, ან I got you. აქ ეს ja ნიშნავს რომ შენ რო რაღაცას გრძნობ პირადულ დონეზე, აი ეგ ამბავი გავიგე და მესმის შენი. კარგით? და კიდე, აი ეს I got you, კიდე იცით რას ნიშნავს? ქართულად როგორ არის, მიჭერი ხარ? შეგვიძლია ესე რა ვთქვათ? აი ტიტანიკში რო არის ერთი მომენტი გაიხსენეთ, ტიტანიკში არის ერთი მომენტი, როუზი რო წყალში ხტება თუ გახსოვთ და ჯეკი ხო ქვია ლეონარდო დიკაპრიოს, ჯეკი რო გადმოიყვანს და რო მუშველის, აი რო გადმოიყვანს მოაჯირიდან და როუზი რო ყვირის, იქ ეუბნება რომ ჯეკი რაღაც ესეც ეუბნება დაწყნარდი, რაღაც ესეც ეუბნება I got you, ეგრე ეუბნება. მაგ შემთხვევაში მაგალითად ეს I got you ნიშნავს რომ ჩემთან ხარ, მიჭერი ხარ, ხელი მიკიდია არ გაგიშვებ, აი ესეთი ვარიანტია. ანუ როდესაც ადამიანს მაგალითად ანგულში ჩაიკრავ, ან ხელს მოკიდებ და გიჭირავს ეს ადამიანი და ეუბნები რომ ჩემთან ხარ, ანუ ხელს არ გაგიშვებ, მიჭერი ხარ, აი ესეც ამ შემთხვევაში არის I got you.
Okay guys, ძალიან საინტერესოა, მოკლედ აი ეს გარის და გოჩიუს მხრივ აი ეს რამდენ რაღაცას ნიშნავს. კარგით? მოკლედ ეს იავი მახსოვებთ რომ არის იგივე you. ხო, მე აი get ხო თქვით რომ გაგებას ნიშნავდა. და მაგალითად უარყოფითად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, მარტო კითხვით კი არა, აი მაგალითად ნახეთ რაღაცა ვიხუმრე და თქვენ მეუბნებით რომ I don't get this joke. ეს ნიშნავს რომ ვერ გავიგე ეს ხუმრობა. აი აქ ახლა თქვენ რო თქვათ I don't understand this joke. ეს იქნება როგორ ინგლისური იქნება, იცით? აი პირდაპირ ნათარგმნი ინგლისური იქნება. ანუ განაშეცლობა იქნება, განა ვერ გაიგებენ, როგორ არა გაიგებენ კიდეც სწორედს არის. უბრალოდ თანამედროვე და ლამაზი ვარიანტი არის I don't get this joke. ანუ რა ვერ გავიგე ესა? Okay, ხო? ანუ აქაც გაგებას ნიშნავს ვიღაცა რომ რაღაცას აგვიხსნის, მარტო ის კი არა. ხუმრობა რომ ვიღაცა რომ რაღაცას იხუმრებს და ვერ მივხვდებით რა არის მაგალითად ამაში სახუმარო, აი ამ შემთხვევაშიც კი get ნიშნავს გაგებას. Okay? ხლა გადავედით შემდეგზე. მოკლედ იქ თავში რა იყო დღე, თავში კი არა და ამ ნაწილში რა განვიხილეთ, რომ get ნიშნავდა გაგებას და ამის წინ განვიხილეთ, რომ get ნიშნავდა მისვლას და მაგის წინ განვიხილეთ, რომ get ნიშნავდა რაღაცად გახდომას ან გადაქცევას. ეხლა გავაგრძელეთ მე-6. get ნიშნავს კიდევ იდეაში ის ვარიანტია, რომ get ნიშნავს მიღებას ამ შემთხვევაშიც. ან კიდევ მოდი ეს დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ გაკეთებასაც ნიშნავს. აი საინტერესო მაგალითი წერია აქ ძალიან. I need to get a haircut. Haircut ხო არის ვარცხნილობა და I need to get a haircut ნიშნავს რომ ვარცხნილობა უნდა გავიკეთო. ნახეთ რა საინტერესოა. ანუ აქ get ფაქტიურად ნიშნავს გაკეთებას. ქართულად ხო ესე ვიტყოდით ვარცხნილობა უნდა გავიკეთო. თმა უნდა გავიკეთო. სალონში მივიდივარ ვარცხნილობა უნდა გავიკეთო. სიტყვაზე აი ეს არის რომ I need to get a haircut. ეს თუ გნებავთ ეს ფრაზა პირდაპირ ესე დაიმახსოვრეთ რომ აი ნახეთ აქ განმარტებულიც არის have a haircut done. ანუ ვარცხნილობის გაკეთება. გქონდეს ვარცხნილობა გაკეთებული. აი ამას ნიშნავს. ქვემოთ უფრო მარტივი მაგალითებია და იდეაში ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ get მიღებას ნიშნავს. გახსოვთ რომ გითხარით ზემოთ რომ get ნიშნავს ნებისმიერი სახის მიღებას, ხო? თითქმის იგივე ვარიანტი არის ახლა ესენიც. ნახეთ, she got a visa, მან მიიღო ვიზა, ან she got a good job, მან მიიღო სამსახური. კარგი სამსახური. უბრალოდ აქ ახლა რა იგულისხმება რომ აი აქ she got a visa მან მიიღო ვიზა შეიგულისხმება რომ მას მისცეს ვიზა. აი ეს იგულისხმება ბავშვებო. ნახეთ მაგალითად მე როცა მივიღე კომპლიმენტი, ეს ან როცა მე მივიღე საჩუქარი, ეს ნიშნავს რომ კი სხვამ კი მომცა საჩუქარი, მაგრამ რაღაცნაირად საჩუქრის მიღება და კომპლიმენტის მიღება უფრო ყოველდღიური არის და არ არის დამოკიდებული, ასე ვთქვათ, სირთულეებზე და სხვის გადაწყვეტილებაზე. უნდა მომცეს თუ არა მე საჩუქარი. ანუ ხვდებით, რაღაცა პროცედურებთან არ არის დაკავშირებული. მაგრამ იგივე აი აქ ვიზა, იგივე სამსახური, ეს სამსახურის შოვნა, აი ეს she got a good job. აქ იცით, ეს ქართულად კიდე იცით როგორ შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ მან იშოვა კარგი სამსახური. იდეაში ზემოთ გითხარით, რომ get შოვნას ნიშნავს გვარი ყიდვა რო შეხვდა. ანუ აქ როგორი ვარიანტია, იცი რომ მან მიიღო ისეთი რაღაცა, რაც რისთვისაც მას დასჭირდა რაღაცა პროცედურების გავლა და მიიღო იმიტომ რომ სხვებმა მისცეს ამისი უფლება. აი უნდა განასხვავოთ აი ეს მიღება. თუმცა აქაც get-ი გამოიყენება, მარტივი არის. ნახეთ, he got a visa ნიშნავს რომ მან მიიღო ვიზა, ან მას მისცეს ვიზა. ჩვენ ესეც შეგვიძლია რომ ვთქვათ ქართულად, შეცდომა არ იქნება. She got a good job. მან მიიღო კარგი სამსახური, ქართულად მან იშოვა კარგი სამსახური, სხვადასხვა მან დაიწყო კარგი სამსახური, ეგრეც რო ვთქვათ, ან მან იპოვა კარგი სამსახური, ეგეც რო ვთქვათ, ეგეც არ იქნება შეცდომა. Okay guys. კარგით. აქ მე იგივე მიწერია რატომღაც, რაც უკვე აგიხსენით, ამიტომ ამას წავშლი, ეს ყობა ორჯერ დავწერე. და ეხლა შემდეგი. გადავედით შემდეგზე. აი აქ თუ დააკვირდებით აწერია B2, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის B2 დონე. B2 დონე ჩვენ ხო ვიცით, რომ ცოტა მაღალია. ანუ
მაგალითად, აქ რასაც ეწერია B2 B1, ანუ B მეორე და B პირველი, და აგიხსენეთ და თქვენ სიტყვაზე ვერ გაიგეთ, არ შეგეშინდეთ და არ დაიბნეთ, არა უშავს, it's okay. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ჯერ იმ დონეზე არ ხართ, რომ თქვათ ეს რაღაცები გაიგოთ. ამ დონემდე მისვლა შესაძლებელია, ნაბიჯ-ნაბიჯ მეცადინეობით, ხო? უბრალოდ არ დაიბნეთ, ხო? მაგის თქვა მინდოდა. აი ახლა ესეც არის საკმაოდ რთული რაღაცა, რასაც ხსნი. ამ შემთხვევაში რას ნიშნავს გეთი? რომ ვიღაცა დავარწმუნო რაღაცაში, რომ ვიღაცას რაღაცა გავაკეთებინო. ნახეთ როგორი მაგალითია? I got him to help me. ეს რას ნიშნავს? რომ დავარწმუნე, რომ დამხმარებოდა მე. აი ეს არის. ანუ ამ get-ში იგულისხმება დავარწმუნე. დავითანხმე უფრო სწორი იქნებოდა ქართულად, ხო? დავითანხმე, რომ დამხმარებოდა. აი ეს არის ამ შემთხვევაში get. ნახეთ როგორი საინტერესოა. დააკვირდით, რომ ესეც ახლა წარსულია, თუმცა ყველა დრო აქ აბსოლუტურად გააჩნია სიტუაციას. him-ში იგულისხმება რა თქმა უნდა is და უბრალოდ რას დააკვირდით, იცით, რომ get-ის მერე ყოველთვის უნდა ვთქვათ ასეთი სტილის წინადადებაში ვიღაცა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიღაცას ვაკეთებინებთ რაღაცას. აი მაგალითად ყველას ყოველთვის ვეუბნები ხოლმე გაკვეთილზე, რომ ერთია, როდესაც იცი თეორია, მაგრამ სულ ვცდილობ ყველა დავარწმუნო, რომ სავარჯიშოების გაკეთება არის აუცილებელი. ეს არის ისეთი რაღაცა, რომლის გარეშეც უბრალოდ ინგლისურად ვერ ისაუბრებთ. სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ყველას გვინდა სასაუბრო ინგლისური, მაგრამ სასაუბრო ინგლისურისთვის აუცილებელია, რომ დაწეროთ სავარჯიშოები. და ახლა მაგალითად მე რომ დაგარწმუნოთ ამაში და გამიხარდეს, რომ აგერ თქვენ დაიწყეთ სავარჯიშოების გაკეთება და მიხარია და მე ვამბობ, რომ რა კარგია დაგარწმუნეთ, რომ სავარჯიშოები გააკეთოთ. ან თქვენ რო თქვათ, რომ ნათიამ დაგვარწმუნა ჩვენ, როგორც იქნა, რომ აი სავარჯიშოები გავაკეთოთ. ნახეთ როგორ იქნება. ნათია got us, ანუ ნათიამ დაგვარწმუნა ჩვენ, ნათიამ დაგვითანხმა ჩვენ. დააკვირდით მერე ზმნა მოყვება to-სთან ერთად. As to do exercises. აი ძალიან მარტივი წინადადება. რა თქმა უნდა, დარწმუნების სხვა შესატყვისი სიტყვა ინგლისურში არსებობს, როგორ არა, მაგალითად convince. ანუ ეს სიტყვა არსებობს. ანა არ არსებობს. ანუ ნახეთ, მე რასაც გიხსნით ახლა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მაინდა-მაინც აუცილებლად get უნდა გამოიყენოთ რა, არა. მე უბრალოდ იმას გიხსნით, სადაც შეგიძლიათ რომ get გამოიყენოთ, მაგრამ იგივე დარწმუნება სხვანაირადაც არის, იგივე ყიდვა სხვანაირადაც არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ამ ვარიანტში აუცილებლად get-ი უნდა გამოვიყენოთ. ამას ხო ხვდებით, ხო, ბავშვებო? ნახეთ. Natia got us to do exercises. რას ნიშნავს, რომ ნათიამ დაგვარწმუნა, რომ გავაკეთოთ სავარჯიშოები. მე დავარწმუნე ჩემი და რომ მაგალითად ივარჯიშოს ჩემთან ერთად, ხო? I got, შემიძლია ვთქვა her, იმიტომ რომ დაზე მაქვს ლაპარაკი და გოგოა, ან თქვა my sister, ჩემი და, ან შემიძლია ვთქვა სახელი, ხო, სიტყვაზე. I got Teona და მერე რომ რა თქვი ივარჯიშო ხო to work out with me სიტყვაზე რომ ივარჯიშოს ჩემთან ერთად მივხვდით ხო გოჩი თითქოს უფრო ადვილად გამოითქმება ყველაფერი არა მარტივად კი კალბატონი ეს როგორი ვარიანტია იცით ვინ როგორ შეხედავს აი ჭიქანახევრად სავსეა და ნახევრად ცარიელის ვარიანტია ზოგი ამბობს რომ თქვენ როგორც თქვით რომ უფრო მარტივია ეს. კი, ზოგი ეგრე ამბობს რომ უფრო მარტივიაო, მაგრამ ზოგი ამბობს რომ უფრო რთულია, იმიტომ რომ ამდენი რამე უნდა დაიმახსოვრო რომ გაჩნია ვინ როგორი იმიდან შეხედავს, ვინ რომელი მხრიდან შეხედავს, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. მაგიტო ვთქვი რომ ამას რო ხსნი ხოლმე ზოგს უხარია რომ რა კაია, იმიტომ რომ ყველგან გეცვიტყვით, ზოგი კიდე იბნევა და ამბობს ამდენს რა დაიმახსოვრებსო. ასე რომ აი აბსოლუტურად ადამიანზეა დამოკიდებული როგორ შეხედავს ამ ამბავს რა. აი აქ ესეთი მაგალითი მიწერია კიდე. She got her kids to clean their room. რომ ანუ მან დაითანხმა თავისი შვილები, რომ დაალაგონ თავიანთი ოთახი. ეს ცოტათი რთული ვარიანტი იყო, მაგრამ ხო გავიგეთ, წყობას დავაკვირდეთ ხოლმე უბრალოდ რომ ანუ პირველი ყოველთვის ვარ მე ან სხვა ქვემდებარე, მერე ვამბობ ანუ ზნას ანუ gets
მერე ვამბობ იმას თუ ვინც დავითანხმე თუ ვინც დავარწმუნე და ბოლოს უკვე ვამბობ იმას რის გაკეთებაშიც დავარწმუნე და დავითანხმე, ხო? გაკეთებაზეც და უბრალოდ დააკვირდით, რომ აქ ზნას მოყვება წინ to. აი ამას დააკვირდით, უბრალოდ რომ არ შეგეშალოთ. კარგით? კარგი. ეხლა გადავედით შემდეგზე. ხო, ეს არის კიდე ძალიან საინტერესო. როდესაც ესეც აი B2 დონე აწერია. როდესაც გოგოებო, გოგოებო კი არა, ბიჭებიც ყავს, სვავწყდება ხოლმე. აი წარმოვიდგინოთ ესეთი მაგალითები ქართულად რო ვამბობ სიტყვაზე. რემონტი გავაკეთე. მანქანა გავაკეთე. მანქანა შევაკეთე. ან თმა შევიჭერი, ფრჩხილები გავიკეთე. ყველა რო ვამბობთ ხოლმე, ფრჩხილები გავიკეთე. თუნდაც ეხლა წავედი სალონში და მოვედი და გეუბნებით, რომ ფრჩხილები გავიკეთე, ახალი შილაკი მაქვს. მე როდესაც ვამბობ ქართულად, ფრჩხილები გავიკეთე, მე აქ ვგულისხმობ, რომ მე წავედი სალონში და ვიღაცა სხვას გავაკეთებინებ ფრჩხილები. ხო ესეა? მაგრამ ქართულად მაინც ვამბობ, მე გავიკეთე ფრჩხილები, უბრალოდ ფრჩხილები გავიკეთე. ან მაგალითად რემონტს რო ვაკეთებთ, უყურე? სიტყვაზე და გეუბნები, რომ კი, გავაკეთეთ უკვე რემონტი. აქ რა იგულისხმება, რომ შენ ვიღაცა დაიქირავე, ვიღაცა სხვამ გააკეთა რემონტი, მაგრამ ჩვენ მაინც ესე ვამბობთ, მე გავაკეთე რემონტი. უბრალოდ ყველამ ვიცით, რომ მე თვითონ არ გამიკეთებია, მე თვითონ არ შემიღებია და გამილესია. თავისთავად ყველამ ვიცით, რომ მუშა დავიქირავე და იმან გააკეთა. ხო და აი ესეთ სიტუაციებში ინგლისურ ენაზე, სადაც ჩვენ რაღაცა კი არ გავაკეთეთ რა, სხვას გავაკეთებინეთ. ოღონდ ვამბობთ ზუსტად ესე, როგორც ქართულად, რომ მე გავაკეთე რემონტი, მე გავიკეთე ფრჩხილები, თმა შევიჭერი, რო ვამბობთ. მე რო ვამბობ, რომ დღეს თმა შევიჭერი, მე თვითონ კი არ შევიჭერი. ყველამ ვიცით, რომ სალონში წავედი და იქ შევიჭერი. ესეთი სტილის წინადადებებში ბავშვებო, ნახეთ ახლა რა საინტერესოა, როგორ უნდა გამოვიყენოთ get. უნდა ვთქვათ პირველ რიგში get. მერე უნდა ვთქვათ ის რაღაცა, რაც გავაკეთეთ, მოდი ესე დავაწერე. ანუ დამატება, თმა იქნება, მანქანა იქნება თუ რემონტი იქნება, რაც გავაკეთეთ. და მერე ამას უკვე მოყვება ზმნა მესამე ფორმაში. ეხლა ამაზე არ აიბნეთ ოღონდ. B2 დონე არის, თუ აიბნით, it's okay, არ შეგეშინდეთ. აი ეხლა უყურეთ მაგალითად, ნახეთ როგორი მაგალითია. I got my nails done. ეს ნიშნავს, რომ ფრჩხილები გავიკეთე. და აქ თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ მე წავედი სალონში და სალონში გავიკეთე ფრჩხილები. მე რომ დომოდა იმის თქმა, რომ მე უშუალოდ მე თვითონ დავჯექი სახში და მე თვითონ წავისვი მანიკური, მაგალითად. ინგლისურად როგორ გეტყოდით, იცით? I did. ვაი, გაცრავად. I did my nails. აი ესე გეტყვით. I did my nails. I did my nails. უშუალოდ მაგას ნიშნავს, რომ მე თვითონ გავიკეთე ფრჩხილები. მიხვდით? მაგრამ მე თუ იმის მინიშნება მინდა, ასე ვთქვათ, იმას გულისხმობ და იმის თქმა მინდა, რომ მე ფრჩხილები გავიკეთე, მაგრამ სალონში წავედი და იქ გავიკეთე, ოღონდ ამ წინადადების თქმა არ მინდა, რას ვამბობ? ვამბობ მეს, მერე წარსულში თუ ვლაპარაკობ, ვამბობ got, იმიტომ რომ წარსულია. მერე ვამბობ ფრჩხილებს, იმიტომ რომ რა გავიკეთე ფრჩხილები და მერე ვამბობ ზმნის მესამე ფორმას, ამ შემთხვევაში ზმნა არის გაკეთება და ვამბობ do-ს მესამე ფორმა ხო არის done, ეს ხო არის არაწესიერი ზმნა, ხო ვიცით, do, did, done და ვამბობ ზმნის მესამე ფორმას. მიხვდით? ამავე ლოგიკით. აბა როგორ უნდა ვთქვათ, თუ მიხვდებით თმა შევიჭერი. ორი ვარიანტი ვთქვათ, მოდი. პირველი, როდესაც თმა მე თვითონ შევიჭერი, სახში მე თვითონ დავჭერდი და დავჯექი და შევიჭერი და მეორე ვარიანტი სალონში წავედი და იქ შევიჭერი. თუ მე თვითონ შევიჭერი თმა სახში. I got my hair done. ოჩა, დანა, ნახე დან რომ თქვა ქალბატონო ლარისა, გამოვა რომ თმა გავიკეთე, რაღაცა ვარცხნილობა გავიკეთე. შევიჭერი. cut. შევიჭერი რა დამთვით, იქნება cut. ოჩა ქალბატონო ლარისა, ეგ არის. ეგ არის. I got my hair cut. ნიშნავს რომ თმა შევიჭერი. თუ მე თვითონ შევიჭერი ჩემი თმა სარკის წინ, გეტყვით ესე. I cut my hair. ნახეთ ბავშვებო, ანუ got-ს აღარ გამოვიყენებ. ეს არის რომ მე თვითონ შევიჭერი. Okay, ხო? აი აქ ესეთი მაგალითი მაქვს კიდე. She got, მოდი გავადიდო რომ დაინახოთ. She got the car fixed. ეს რას ნიშნავს? მან შეაკეთა მანქანა.
ოღონდ ეს რას ნიშნავს, იცით? მან თვითონ კი არ შეაკეთა მანქანა, ყველანი მივხვდებით, რომ მანქანა შეაკეთა, ანუ რას ნიშნავს? მიიყვანა მექანიკოსთან, მექანიკოსმა შეაკეთა ეს მანქანა და იმან კიდე უბრალოდ მივიდა და გამოიყვანა, აი ეს არის. იმიტომ რომ გამოვიყენა სიტყვა get და უბრალოდ აქ წარსულში ვთქვი got. მაგრამ მე თუ მინდოდა მართლა მეთქვა, რომ აგერ ჩემთან თვითონ შეაკეთა მანქანა, იცის ეს მის მანქანა. და ამიტომ თვითონ შეაკეთა მანქანა, ნახეთ როგორ ვიტყვი, she fixed her car. კიდე უფრო რო გავამძაფრო ის და აქცენტი იმაზე რო გავაკეთო, რომ თვითონ შეაკეთა, იცით რა შემიძლია დავამატო? By herself. აი ამას რო გეტყვი, შენ უკვე იქ მიხვდები, რომ ჩემადამ რა ვიცი რაღაცები ჩაატარა და თვითონ მანქანა გააკეთა, შეაკეთა. ანუ მიხვდით? მაგრამ თუ იმას გეუბნები, რომ მანქანა შეაკეთა, თუნდაც პირველ პირში იყოს ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე რო გეუბნები, რომ მანქანა გამიფუჭდა და უნდა წავიყვანო, ქართულად როგორ ვიტყვით, შევაკეთებინო. ხო ესე ვიტყვი ქართულად. მე გამოვიყვანე და გეუბნები, რომ კი გოგო, უკვე შევაკეთებინე. აი ეს არის, ესე გეტყვი, უყურეთ, I got my car fixed. ეს არის ბავშვებო ცოტათი მაღალი დონე. და ეს რო გავიგოთ, ან აქამდე ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში არაწესიერისნები და მეორე რიგში კიდე პასიური ფორმები. ამიტომ უყურეთ, როდესაც მაღალ დონეზე გადავდივართ და მაღალი დონის რაღაცას ხსნით, ხოლმე ზოგადად რომ ვიცოდეთ ერთ რაღაცას გეტყვით. ინგლისურში ისევე როგორც მათემატიკაში და ისევე როგორც ყველაფერში, მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას მერე ისწავლით. შესაბამისად, თუ მაგალითად მაღალ დონეზე ხართ და რაღაცას ვერ იგებთ კარგად, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, რომ თქვენ მანამდე რაღაცა თემა გაქვთ გამოტოვებული, კარგად არიცით, რისი არ ცოდნაც, მერე უკვე გიშლით ხელს, რომ გაიგოთ ის რაღაცა. მიხვდით? ხო? აი ამას ვხსნი ახლა ზუსტად. მაგალითად, ჩვენ ვიცით პასიური ვნებითი გვარი, გაგონილი გვექნება ყველას, რას ნიშნავს ვნებითი გვარი. აი მაგალითად, ხიდი შეაკეთეს, ვნებითი გვარია, იმიტომ რომ არ ვამბობ ვინ შეაკეთა. იცით რომელია? მარტივად რო გაგახსენოთ, სიტყვა მიერ რო ემატება. ეს წიგნი დაწერილია შოთა რუსთაველის მიერ. აი ეს არის მაგალითად ვნებითი გვარი. და თუ ეს არ ვიცით ინგლისურად როგორ უნდა ვთქვათ, შეიძლება რომ ცოტა ეხლა რასაც აგიხსნით, გაგიჭირდეთ. მაგრამ ვეცადოთ რომ გავიგოთ. აი აქ წერია, ნახეთ, აი წერია კიდეც ინგლისურად, რომ I get შეგვიძლია გამოვიყენოთ ყოფნის ნაცვლად, be-ს ნაცვლად პასიურ ფორმაში. მოდი ახლა ერთ მაგალითს პასიურ ფორმისასაც დავწერ, რომ უკაცრავად რომ გავიგოთ რას ნიშნავს. მაგალითად პენა დაშავება არის hurt. ეს ხო ვიცით? ეხლა უყურეთ. როდესაც მაგალითად მე გეუბნებით, რომ მე ვიტკინე რაღაცა, მე დავშავდი, რაღაცა დავიშავე, დავეცი და რაღაცა მეტკინა სიტყვაზე, გეტყვით ესე, ხო? I hurt სიტყვაზე myself, მაგალითად, საკუთარ თავს რაღაცა დავუშავე. ანუ მე მეტკინა რა რაღაცა. მაგიტომ მივაწერე myself, რომ მიმხდარიყავით. hurt-იც იმიტომ დავწერე, რომ hurt არაწესიერისნა არის. დავწერ, გამარჯობა. გამარჯობა, ეხლა გიცანი. hurt და ამის მესამე ფორმა არის hurt. ეხლა უყურეთ, ბავშვებო, I hurt. როდესაც ესე ვწერ, ეს ნიშნავს, რომ I hurt ნიშნავს, რომ მე დავშავდი. მე თვითონ დავშავდი. მე თუ გეუბნებით, რომ მაგალითად ბოდიში მე შენ რაღაცა დაგიშავე, გეტყვი I hurt you. მივაყოლებ მე დაგიშავე შენ. ამ შემთხვევაში ეს ესე იქნება. მაგრამ ეხლა რისი თქმა მინდა, იცი? პასიური ფორმა ეს როგორი იქნება, იცით? როდესაც ვამბობ დავშავდი, ან ვიღაცამ რაღაცა მე დამიშავა. ანუ ნახეთ, რას გეუბნებით, დავშავდის ვამბობ. განა მე თვითონ დავუშავე ჩემ თავს რაღაცა რა. დავშავდის, როდესაც ვამბობ. ან მაგალითად, ეგეთ სიტუაცია წარმოვიდგინოთ, მოხდა რაღაცა უბედური შემთხვევა. ხმართა ყველა საშოროს ცუდი მაგალითი კი მომყავს, მაგრამ უბრალოდ კაი მაგალითია რა. მაგალითად და ვამბობ, რომ 10 ადამიანი დაშავდა. 10 ადამიანი არის დაშავებული. ეს ბავშვებო არის პასიური ფორმა და რატო? მე უბრალოდ ვამბობ 10 ადამიანი დაშავდა. მე არ ვამბობ ვინ დაუშავა ამ 10 ადამიანს რა. მე ვამბობ რომ თვითონ ადამიანები დაშავდნენ. ნახეთ ეს როგორ უნდა თქვა 10 people were hurt. ან მაგალითად injured არის დაშავება, ესეც კარგად გამოდის უფრო ლამაზი ინგლისურად 10 people were injured. აი ბავშვებო, აი ეს 10 people were injured. ეს არის პასიური ფორმა. რატო იცით? ნახეთ როგორ ითარგმნება 10 ადამიანი იყო
დაშავებული. ანუ 10 ადამიანი დაშავდა. უბრალოდ არ ვამბობ ვინ დაუშავა ამათ ადამიანს. ანუ შეიძლება დაშავდა ავარიის შედეგად, რაღაცა მოხდა და იმის შედეგად, მაგრამ ამას არ ვამბობ. და აი ესეთი სტილის წინადადებებში ჩვენ აი ამ ვოარის ნაცვლად, ანუ ზმნა ყოფნის ნაცვლად ხშირად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ get. მაგალითად უყურეთ he got hurt. ნიშნავს რომ ის დაშავდა. ან მაგალითად მე რომ ვთქვა რომ 10 people got injured. ეს ნიშნავს რომ 10 ადამიანი დაშავდა. ან ერთი კიდე მაგალითი გამახსენდა ახლა. მაგალითად hired არის სამსახურში აყვანა, თუ იცით, და fire არის სამსახურიდან პირიქით დათხოვნა. ქართულად ნახეთ როგორ ვამბობთ? სამსახურში ამიყვანეს. ხო ეგრე ვამბობთ? ჩვენ არ ვამბობთ ქართულად, სამსახურში ამიყვანა ჩემმა უფროსმა. ეგრე არაფერს არ ვამბობთ. ხო და უყურეთ ქართულად რომ სამსახურში ამიყვანეს და არ ვამბობ ვინ ამიყვანა, ეს წინადადება არის ვნებითი გვარი. ქართულშიც და ინგლისურშიც. ან როდესაც ვამბობ რომ გამანთავისუფლეს. ვინ გამანთავისუფლა? არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ვინ გამანთავისუფლებდა? უფროსი გამანთავისუფლებდა, ჩემი და ხო არ გამანთავისუფლებდა. ისედაც ვიცით ვინ გამანთავისუფლა. არ ვამბობ, ვამბობ გამანთავისუფლეს. ესეც ვნებითი გვარია. ეს ახლა როგორ უნდა ვთქვათ ინგლისურად? პირველი ვარიანტი არის ესეთი. გამანთავისუფლეს, ეს ლაგდება ასე. მე ვიყავი განთავისუფლებული. ანუ I was fired. არის რომ მე გამანთავისუფლეს სამსახურიდან და მე ამიყვანეს სამსახურში იქნება მე ვიყავი აყვანილი. ანუ I was hired. აი ეს ასე ითარგმნება გამანთავისუფლეს, ეს ითარგმნება ამიყვანეს. ეხლა ხო და რატო ვსწავლობთ ამას? თანამედროვე ამერიკულ ინგლისურში აი აქ was-ის ნაცვლად მე შემიძლია რომ ვთქვა get, ოღონდ რა თქმა უნდა წარსულ ფორმაში, იმიტომ რომ წარსულში ვსაუბრობთ და ეგ უფრო ლამაზია. I got fired. არის მე გამანთავისუფლეს. I got hired. არის მე ამიყვანეს. მიხვდით ბავშვებო? როგორი საინტერესო რამეა, რამდენჯერ გავიმეორე უკვე ეს სიტყვა. ჩემი აზრით არის და რა ვქნა. თუ ეს ვერ გაიგეთ, არა უშავს, ესე იგი ვნებითი გვარი არ გვესმის კარგად, მაგრამ ეგ არაფერი მაგასაც ვისწავლით. ხო გავიგეთ? რაღაც გაგების დონეზე არის ხო გავიგეთ? ხო, კი ხო? აი კიდე აქ ესეთი მაგალითი მიწერია, I got promoted. Promoted გოგოებო არის დაწინაურებული. როდესაც ვამბობ მე დამაწინაურეს, მე არ ვამბობ ვინ დამაწინაურა, იმიტომ რომ ვიცით ვინ დამაწინაურა, ვინ დამაწინაურებდა უფროსი, სხვა ვინ დამაწინაურებდა, ხო? ხო, ჩემი ქმარი ხო არ დამაწინაურებდა სამსახურში, არა? ანუ ხვდებით? ვიცით ვინ დაგვაწინაურა და ვამბობ I got promoted. ეს მე შემიძლია ვთქვა ასე, I was promoted. იმიტომ რომ ეს არის ვნებითი გვარი. რატო? მარტო შეუძლია და გადაწინაუროს და ცოლსაც შეუძლია და აწინაუროს რასიზამ, როდესაც უფროსი შენ ხარ და. გააჩნია სიტუაცია ერთი ხონებული ჩემ უღლეს სული მას იზახდა. სული მას იზახდა, მაგას როგორ ვერისებოდი მეგონაო, რომ ჩემი ცოლი იქნებოდა, ჩემი უფროსიო. მა როგორ შეიძლება არ არის? სამსახური სამსახურია. ეგრეა კი, რას ვიზარ? ასე რომ I got promoted არის დამაწინაურება. ასე რომ დას შეუძლია დაგაწინაუროთ. კი, why not? რატომაც არა, ყველას იდეაში. ხო, და აი აქ მიწერია კიდე ესეთი მაგალითი, the window got broken. ესეც საინტერესო მაგალითია, ნიშნავს რომ ფანჯარა გატეხეს. ნახეთ ბავშვებო, ფანჯარა გატყდას კი არ ნიშნავს რა. ფანჯარა გატყდა არა, ეს არის ფანჯარა გატეხეს. არ ვამბობთ უბრალოდ ვინ გატეხა. ქართულად შეგვიძლია კიდე ესე ვთქვათ, ფანჯარა გატყდა. ოღონდ აქ ინგლისურში the window got broken. იგულისხმება რომ ფანჯარა თავისით კი არ გატყდა რა, რაღაცა მოხდა და ისედაც ხა თავისით როგორ გატყდებოდა. ანუ რაღაცა მოხდა და მაგიტომ გატყდა.
Okay guys. შემდეგი. შემდეგი მიწერია რომ get და ამით მთავრდება მოტანას რო ნიშნავს. ოღონდ ეს წერან თავში უკვე აგიხსენით, მაგრამ არა უშავს მაგალითები მიწერია და წავიკითხოთ. მოტანას რო ნიშნავს უკვე წერან კითხარით გახსოვთ? მაგალითად Can you get me a glass of water? ნიშნავს რომ შეგიძლიათ მომიტანოთ ჭიქა წყალი. გახსოვთ, ზუსტად ესეთი მაგალითი გითხარით, მე მგონი მეც თქვენ წერან. ანუ აქ მივხვდებით რომ get ნიშნავს მოტანას. რა თქმა უნდა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ bring, ანუ შეცდომა არ არის. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვათ Can you bring me a glass of water? სხვათა შორის get კიდე შეიძლება ნიშნავდეს მარტო მოტანას კი არა, მიწოდებას და მიცემასაც. მაგალითად, სუფრაზე თუ ვართ და გეუბნები რომ მაგალითად ჭიქა მომაწოდე, ქართულად ხო ესე გეტყვი, ან მარილი მომაწოდე, ხო? ეს მიწოდება კი ინგლისურში არის ფეს, არსებობს ეგეთი სიტყვა როგორ არა, მაგრამ get-იცაც შემიძლია რომ გითხრათ, მაგალითად Can you get me some salt? სიტყვაზე. ცოტა მარილი გადმომაწოდე, აი ეს ვარიანტია, ხო? სიტუაციას გააჩნია. თუ ახლა იქვედევს მაგიდაზე და გეუბნები რომ Can you get me some salt? ეს მოტანას კი არ ნიშნავს, უკვე მიწოდებას ნიშნავს, იმიტომ რომ უბრალოდ ავიღო და უნდა მოგაწოდო. ხო? და ეგეთი მაგალითია I got the keys from the car. ნიშნავს რომ მანქანიდან გასაღები ამოვიტანე, ან მოვიტანე ამ შემთხვევაში. რომ ერთ სიტყვით მანქანის გასაღები მოვიტანე და თან მაქვს. ანუ get ნიშნავდა მოტანას. მოკლედ, ეს არის get-ის გამოყენების მნიშვნელობები და ვარიანტები, რასაც აქ ლოგიკური ახსნა. რაც შეგვიძლია რომ დავიზეპიროთ რა, ვისწავლოთ, რომ მე სხვადასხვა ვარიაციებში და სხვადასხვა სიტუაციებში ჩავსვათ დროის მიხედვით, სიტუაციის მიხედვით. მე უკვე ბავშვებო მიწერია, აი ქვემოთ აქ უკვე მიწერია 20 get-ის ფრაზული ზნა და მე ქვემოთ მიწერია 20 get-ის იდიომა თავისი მაგალითებით. აი აქედან უკვე იწყება 20 get-ის იდიომა. ეხლა მოდით რამოდენიმე წავიკითხავ, ოღონდ აი ეს ახლა ნახეთ ფრაზულ ზნებს და იდიომებს არანაირი ლოგიკა არ აქვს. კი შეიძლება შინაარსობრივად რაღაცნაირად დაიმახსოვროთ ხოლმე, მაგრამ როგორც ეგეთი რომ ლოგიკურად მიყვეთ, არა. ფრაზული ზნა და იდიომა არის წმინდა საზეპირო რაღაცა. მაგრამ სანამ გადავიდოდე და ავხსნიდე რამოდენიმეს, მოდი ჯერ გავარჩიოთ რა არის ფრაზული ზნა და რა არის იდიომა უცებ-უცებ, რომ ეგ როგეცოდინება, მე სწავლაც უფრო გაგვიადვილდება, კარგით? და კიდე ძალიან ხშირად ეშებათ ხოლმე ფრაზული ზნა წინდებულიან ზნაში. წინდებულიანი ზნა კიდე სხვა რაღაცა არის. აი ხა მოდი მე დავწერ ეგეთ რაღაცას. ნახეთ? მაგალითად გვაქვს ესეთი სიტყვა speak, ლაპარაკი, რომელსაც მოყვება with. ანუ ვიღაცასთან ლაპარაკი speak შეიძლება მოყვებოდეს კიდე to, თითქმის იგივეა ვიღაცასთან ლაპარაკი. ეს არის ჩვეულებრივი წინდებულიანი ზნა. წინდებულიანი ზნა რატოა? იმიტომ რომ speaks მოყვება with. მაგალითად მე ველაპარაკები ნათიას. I speak with ნათია იქნება. ასეთივე მაგალითად წინდებულიანი ზნა არის ბავშვებო go to, წეგან რო ვახსენე, წასვლა. იმიტომ რომ ვიცით რომ go არის წასვლა, to მოყვება goes, to ვამბობ სად მივდივართ. მაგალითად მე ვამბობ I go to the cinema. სიტყვაზე მე მივდივარ კინოში ხოლმე, მაგალითად. ეს ორი სიტყვები არის წინდებულიანი სიტყვები. ეხლა რა არის ფრაზული ზნა და რატო ერებათ ერთმანეთში გეტყვით? მაგალითად break არის გატეხვა. მაგრამ break ასევე არის კიდევ ფრაზული ზნა და რატო? breaks მე შემიძლია მოვაყოლო სხვადასხვა წინდებულები და ის სრულიად შეიცვლის მნიშვნელობას. და ამ შემთხვევაში ეს უკვე არის ფრაზული ზნა. მაგალითად, break up არის დაშორება, წყვილი რო დაშორდება. მაგალითად, break into არის სადმე რო შეიჭრები, აი ქურდი რო შეიჭრება ამ სიტყვაზე მაღაზიაში ან სადღაც. ანუ ეხლა ნახეთ რა მოხდა. speak იყო ლაპარაკი და speaks რო დავუმატე with, მაინც ლაპარაკია, არაფერია შეიცვალა. go იყო წასვლა და goes რო დავუმატე წინდებული to, მაინც წასვლა, არაფერია შეიცვალა. ანუ go to-ც და speak with ესენი არიან წინდებულიანი ზნები. მაგრამ break up იმით უნდა მივხვდეთ რომ არის ფრაზული ზნა, რომ break არის გატეხვა და break-ა კიდე არის წყვილის დაშორება. სად გატეხვა? იქის მაგალითად და სად კიდე წყვილის დაშორება.
ანუ რა მოხდა? Breaks რომ დაემატა up, გამოვიდა რომ ამ სიტყვამ საერთოდ შეიცვალა მნიშვნელობა. იგივეს აღარ ანიშნავს, საერთოდ სხვა რაღაცას ნიშნავს. ამიტომაც break უკვე აი ეს break up უკვე არის ფრაზული ზნა. ანუ მივხვდით, თუ სიტყვას ემატება წინდებული, მაგრამ მნიშვნელობას არ იცვლის, ეგ არის წინდებულიანი ზნა. თუ სიტყვას ემატება წინდებული და მნიშვნელობას იცვლის, ეგ არის უკვე ფრაზული ზნა. აი ახლა რა არის იდიომა? იდიომა უკვე არის რამოდენიმე სიტყვათა თანწყობა, ან შეიძლება წინადადებაც იყოს პატარა, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჩნდება, მაგრამ ნიშნავს რაღაცას. და სხვათა შორის, ჩვენ რო გგონია, რომ ქართულში იდიომები არ არის, ძალიან ცდებით. ქართულშიც ძალიან ბევრი იდიომაა, მაგალითად, ყველამდე საქმეში ვარ ჩაფლული. აი ეს მაგალითად იდიომა. ძალიან ბევრი იდიომაა ქართულშიც, უბრალოდ ჩვენ იმდანად ენა გვაქვს მიჩვეული, რომ ვერ ხვდებით, რომ იდიომა. აი მაგალითად იდიომა არის ინგლისურში ერთი იდიომა დავწეროთ under the weather. ეს რომ სიტყვასიტყვით გადავთარგმნოთ, რას ნიშნავს? Weather არის ამინდი, under არის ქვეშ. და რეალურად ეს უნდა ნიშნავდეს ამინდის ქვეშ, მაგრამ არა ბავშვებო. Under the weather ნიშნავს შეუძლოდ ყოფნას. კარგად რო ვერ ახარ, აი ხასიათაც რო ვერ ახარ, რაღაცა უაზროდ რო ხარ, სევდიანი რო ხარ, ან ავად რო ხდები და შეუძლოდ რო ხარ, აი რო ვერ ხარ რა, კარგად ხოძე რო ვერ ახარ, აი სლენგი რო გამოვიყენოთ, კარგად აიმაშრება უბრალოდ. კარგად ესადაგება ახლა აი ამ იდიომას, აი ეს არის under the weather და იდიომა იმიტოა რომ სად ამინდი, სად ქვეშ და under the weather კიდე ნიშნავს ცუდად ყოფნას, აი საერთოდ რა შუაშია. აი ეს უკვე არის იდიომა. ანუ ჩვენაც უნდა გავარჩიოთ რა არის ფრაზული ზნა და რა არის იდიომა. ხო? ეხლა აი აქ მაგალითად მაქვს დაწერილი ფრაზული ზნები get-ის. მაგალითად get up, get up, იგივე ნიშნავს, აი მიწერილია აქ ნახეთ ინგლისურივე განმარტება. მაგალითად stand up and wake up, ადგომა გაღვიძება. სიტყვაზე I get up at 7. მე ვდგები 7 საათზე. Get in მაგალითად არის სადმე შესვლა ან ტრანსპორტში ჩაჯდომა. მაგალითად get in the car ნიშნავს მანქანაში ჩაჯდომას. Get out აგერ განმარტება უწერია leave, exit, ანუ პირიქით გასვლა, გათრევაც არის ჩხუბის დროს. მაგალითად get out of the room, გაეთრიე ოთახიდან. ანუ ნახეთ ყველგან აბსოლუტურად gets მიმატებული აქვს გვერდით პაწუკა წინდებულები და საერთოდ სხვა რაღაცას ნიშნავს. ეს არის ბავშვებო წმინდა საზეპირო. ასე რომ თუ კიდრო გექნებათ, შეგიძლიათ ამას ჩაუყვეთ, მე ამ ფაილს ავტვირთა Facebook-ზე და ეს 20 ფრაზული ზნა ისწავლეთ. ყველაზე კარგი სწავლების მეთოდი რა არის, იცით? სწავლის უფრო სწორედ მაგალითს რო ისწავლით. ბოდიში მაგალითს კი არა, ფრაზულ ზნას რო ისწავლით, მერე ისწავლეთ მაგალითი რა. ეგ არის ყველაზე ძალიან კაი. ხოთი მე და ჩემი და სულ ეგრე ვიყავით, სულ ვამბობ ხოლმე რომ ძალიან კაი ინგლისურის მასწავლებლები ყავდათ ხო და ეს დები იყვნენ, ვინც გვასწავლიდნენ და მე მახსოვს ჩვენ რო გრამატიკას ვსწავლობდით, ყველა გრამატიკის წესის ყველა მაგალითს სწავლობდით ზეპირად. აი როგორც ტექსტს რო სწავლობ ზეპირად და დიალოგს, აი მაგალითად რო ამიხსნი და გეც და რომ ეტყოდა რომ ისწავლეს ფრაზული ზნები, აი ამ მაგალითებსაც კი ზეპირად ვეუბნებოდი. და ეს იცით რა შეგეხმარებათ? მე მაგალითად რომ მოგინდებათ რაღაცის თქმა, მაგალითი გახსენდება და მაგალითიდან გამომდინარე, მე უკვე ამბობ იმ ფრაზასაც. ერთ სიტყვით თუ მოგიხერხდებათ ხოლმე, შეგიძლიათ ნაწილ-ნაწილ ეს მარტო ამ თემის კი არა, ზოგადად ვამბობ რა, მაგალითებიც დაიზეპიროთ. მოკლედ აგერ არის get-ის ფრაზული ზნები, სულო და გულო მიყევით და ისწავლეთ. აი აქ უკვე ქვემოთ წერია get-ის იდიომები. მოდი 1-2 იდიომა განვიხილოთ. მაგალითად get the ball rolling. Ball არის ბურთი. Roll არის ხვეულა ან გადახვევა, როლი კი გეცოდინებათ სუში როლები რო არის, მაგდან მოდის გადახვეული როა. ანუ აი უყურეთ, დაიწყე ბურთის გადაბრუნება. სიტყვით ეგრე ნიშნავს რო თარგმნოთ და რას ნიშნავს იცით? რაღაცის დაწყებას. რაღაცას რო შეუდგე, რაღაცას რო ქართულად რო ვამბობთ ხოლმე შეუბერე, აბა შევუბერეთ, რაღაც ეგრე რო ვამბობთ ხოლმე ქართულად, აბა წავედით, აბა დავიწყეთ. აი ეს არის get the ball rolling. მაგალითად, let's get the ball rolling on our project. აბა დავიწყეთ ჩვენი პროექტი. აი ეს ვარიანტია. ან მაგალითად, აი ეს მომწონს მე კიდე ძალიან. Get your act together.
გეთი ვიცით რომ ეს რაღაცას ნიშნავს, act არის მოქცევა, საქციელი, მსახიობობასაც ნიშნავს, together ყველამ ვიცით რომ ნიშნავს ერთად და საერთოდ რა შუაშია. იდეაში სიტყვასიტყვით ნიშნავს გახადე შენი საქციელი ერთად, რაღაცა ეგეც ნიშნავს. და იცით რას ნიშნავს? საკუთარი თავის ორგანიზებას, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ხელში აყვანას და კონცენტრაციას. ნახეთ, მაგალითად, you need to get your act together before the exam. რომ შენ გჭირდება რომ შენი თავი ხელში აიყვანო, რომ კონცენტრაცია მოახდინო, მოაბილიზო კი არა, მობილიზდე გამოცდის წინ. აი ეს არის get your act together. ასეთი იდიომებიც აგერ წერია 20, აი ეს მოწავს კიდე ძალიან. ამას წინა დავხსენე გაკვეთილზე get cold feet, რას ნიშნავს? cold არის ცივი, feet არის ფეხები. ქართულად როგორ ვამბობთ ხოლმე, აი ვაიმე როგორ ვამბობთ ეს, ამი ცივმა უფლმა დამასხაო, ქართულად ხო ესე ვამბობთ ხოლმე, აი რაღაცა კონსოლდაიტზე ცუდაობას რო გავიკვეთ, ამ რაღაცა მომეკვეთა, ამ ხო, მუხლი მომეკვეთა, კი, ეგეც ქეთება. აი რაღაცა უცებ რო გავშიშდებით, რო გავიყინებით რაღაცნაირად. აი ეს არის get cold feet. აი ეგეც ხო იდიომაა ქართულად იდეაში. ნახეთ, she got cold feet before the wedding. ანუ ქორწილამდე რაღაცნაირად გაიყინა, ცივმა უფლმა დაასხა. რა უცნაური მაგალითია. ეთყობა არ უნდა დაქორწინება. ანიშინოდა. ერთი სიტყვით. აგერ არის ჩამოწერილი 20 იდიომა, ასე რომ, ჩემო მეგობრებო, თქვენ მარტო მოინდომეთ და ეს 20 იდიომები თავისი ახსნით და თავისი მაგალითებით შეგიძლიათ რომ ისწავლოთ. ვინმე მიგეწერათ ნათია ქართულად. აჯობებდა, კაი, მივაწერ მაგას, ხო, კაი შენიშნა არის. აი, ამასაც მივაწერ და ამ პრინციპში ჩიტკი ისედაც ვწრე. მივაწერ ამას ქართულად, პირდაპირ ქართულად ვაწერ ხოლმე ზოგადად. ასე რომ მივაწერ ქალბატონი ჟუჟუნა აუცილებლად ქართულად და გამოვიდეს. ჯგუფში ავტვირთ ალბომშემო კარგით და იქ ნახეთ ყველა ამ გადმოვტვირთვის უფლება გექნებათ ჯგუფიდან ჩვეულებრივ და შეგეძლიათ გადმოვტვირთოთ, კაი? ჩვენი გაკვეთილი. მადლობა, გაიხარე. ხაი, მადლობა ქალბატონი ჟუჟუნა. რამე კითხვა ხო არ გაქვთ? ყველას მადლობა ძალიან დიდი. ნათი, მადლობა ძალიან საინტერესოა. როგორ მომნატრები ხარ ნათი? ხო, ქალბატონი ხეთეა, ხო და დაწერით ხოლმე, მოდი ჩაწერეთ. ის შევარ დაკავე